მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. 9 აპრილამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. როგორ ფიქრობთ თქვენ, რა შედეგები დასრულდება საგაზაფხულო ბრძოლა? პირველ რაუნდს ფინალი ასეთი ჰქონდა. ალასანიას ალიანსის ულტიმატუმს ვადა ამოეწურა, მაგრამ სააკაშვილმა რეფერენდუმი არ დანიშნა. როგორ ემზადება ხელისუფლება 9 აპრილიდან დადეწმილი საპროტესტო გამოსვლებისთვის და რისი მოლოდინია სააკაშვილის გუნდში მთავრობის სააპრილო სამზადისისა და განწყობების შესახებ? დღეს პოლიტიკურ კვირაში პასუხებს იმ კაცისგან მოვისმენთ, ვინც ამტკიცებს, რომ მიშა მაგარია. გოგა ხაჩიძე პირველი არქის პირდაპირ ეთერში. ვინმე აღმაფრთოვანოს და ცეკვას დაუგია. ჩამოდის თუ არა აპრილის მიტინგების დღეებში საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილი და მართლა განიხილება თუ არა ოპოზიციის ერთი ნაწილის გაერთიანება მისი კანდიდატურის ირგვლივ? პოლიტიკურ კვირაში ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში ეკაბესელია პასუხობს დაგეგმილი აქციების, მოსალოდნელი პროცესების და პოლიტიკური სიურპრიზების შესახებ. დაიტოვა თუ არა ოპოზიციამ უკან დასახევი გზა, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც მათ წარმოუდგენიათ გადამწყვეტი ბრძოლა სააკაშვილის წინააღმდეგ. რასელის დაანონსებული საპროტესტო გამოსვლებისგან დღევანდელი პრეზიდენტის წინამორბედი ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური კვირა, რას ურჩევს შევარდნაძე სააკაშვილს, რას ფიქრობს ადამიანებზე, რომლებიც მის გუნდშიც იყვნენ და სააკაშვილისაშიც, როგორ იხსენებს ის ნინო ბურჯანაძეს, ლევან გაჩეჩილაძეს, ირაკლი ალასანიას და ვის უწინასწარმეტყველებს გამარჯვებას. მოусმინეთ დღეს ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ კვირას. ერთმანეთს მათი ანგარიში სწორი იყო. არა, თქვენ ოპოზიციას უჭერთ მხარს. უნდა ვიცოდე ოპოზიციურად გაწოლილი ყოველთვის მხარს. შევარდნაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს თქვენ გადაცემის მეორე ნაწილში მოისმენთ, როგორ ახასიათებს იგი სააკაშვილს, ბურჯანაძეს, ალასანიას, გაჩეჩილაძეს, ნათელაშვილსა და ოქრუაშვილს, რას ფიქრობს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე და რას ურჩევს საქართველოს პრეზიდენტს მოახლოებული 9 აპრილის წინ. უნდა გადადგეს თუ არა იგი ამ შეკითხვებზე მიხეილ სააკაშვილის წინამორბედის პასუხები რამდენიმე წუთში. მანამდე კი მოდით ერთად გავარკვიოთ, რა ინფორმაციას ფლობს ოპოზიცია, მართლა ამზადებს თუ არა ხელისუფლება 9 აპრილისთვის საგანგებოდ სპეცრაზმებს და რა პოლიტიკური სიურპრიზები ელის სააკაშვილის მთავრობას აპრილიდან, რა განწყობაა მოახლოებული 9 აპრილის წინ ხელისუფლებაში და როგორ აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ პროტესტს თუ იგი პიკს მიაღწევს. გადაცემას ვიწყებთ ხელისუფლების პასუხებით. პოლიტიკურ კვირაში ადამიანი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას იმდენად აღფრთოვანებული იყო სააკაშვილით, რომ მას საგანგებო სიმღერაც კი მიუძღვნა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ მიშა მაგარია. ფიქრობს თუ არა იგივეს დღესაც გოგა ხაჩიძეს ვთხოვ სტუდიაში. მე მას ვიწევ, როგორც ჩვენი გადაცემის სტუმარს, დღევანდელი გადაცემის თემები იქნება ბატონო გოგა, არა თქვენი კონკრეტულად სამინისტროს მიმართულებით, არამედ ის პოლიტიკური თემები, რაც დღეს ძალიან აქტუალურია. დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გთხოვთ დაბრძანდეთ და დავიწყოთ ჩვენი საუბარი. მაშასე ბატონო გოგა, შეუძლებელი იყო თქვენთან საუბარი არ დამეწყო მე ამ სიმღერის, ხო შორის ძალიან საინტერესო ნაწილი იყო. ეხლა შერჩეულია საგანგებოდ არ შეგვირჩევია, საქართველოს გამთლიანდება, მიშა მაგარია და ასე შემდეგ. სწორედ ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ დღეს მე და თქვენ. მე ხუმრობით არ მithქვამს წეღან, დღესაც ფიქრობთ რომ მიშა მაგარია? მოგესალმებით, პირველ რიგში დღევანდელ დღეს მიულოცა ყველა ქალბატონს, პირველ რიგში თქვენ მოგილოცავთ, ყველა მართლმადიდებელს მიულოცავთ დღევანდელ დღეს და ბევრი დრო რო არ დავკარგოთ პირდაპირ თემაზე.
გეთახმებით ძალიან კარგი ნაწილი იყო და ზოგადად კარგი ნაწილებისგან არის ეს სიმღერა შემდგარი ის რომ საქართველოს გამთლიანდება ჩვენს მიწაზე ჩვენი ჯარი დადგება ის რომ ჩრდილოელი მეზობელი არ ცხრება ის რომ უმეზობლოდ დარჩება ეს არის ის ღირებულებები რომელთა გამოც მე ვარ ხელისუფლებაში რომელთა გამოც ვდგავარ პრეზიდენტის გვერდით და დღესაც 2009 წლის 8 მარტსაც ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები რაც პრეზიდენტს გააჩნია, რაც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია და აქედან გამომდინარე, რაც მეც გამაჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი იმ საკითხებთან ერთად იყოს თავისთავად სიმღერაც და მე ეს კითხვა დაგისვით. დღესაც ვფიქრობთ ისე 2009 წლის 8 მარტს რომ მიშა მაგარია. თუ შეგიძლიათ კონკრეტულად მიპასუხოთ ამ სიმღერამ სხვათა შორის ძალიან ბევრში ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია. მე მაინტერესებს რა სიტყვის გოგა ხაჩიძე. თუ არ ვწდები თქვენ წეგან თქვით რომ ზუსტად იგივე აზრზე ხართ დღესაც, მაგრამ მიშა მაგარია, რატომ არის მაგარი? დღევანდელი გადასახედიდან მითხარით თუ იგივეს ფიქრობ? მიშა მაგარია, კი, მიშა მაგარია, მე აბსოლუტურად საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი მაშინაც და დარწმუნებული ვარ ახლაც. რა თქმა უნდა, ამას აქვს რაღაც განსხვავებული აზრები, შეიძლება ამ საკითხი კამათი ვიღაცისთვის, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი ემოცია. არა, მე არ გეკამათებით, მე მაინტერესებს რითი დამიმტკიცებთ ეხლა, მე კი არა, მაყურებელს რომ მიშა მაგარია. მე არ ვხმარო სპეციალურად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიმღერიდან გამომდინარე. ჩემთვის მთავარი საკითხი დღეს როგორ ირიბადაც არ უნდა მოეჩვენოს, ჩემთვის მთავარი საკითხი ის რომ ის არის გვინდა თუ არა ჩვენ რუსეთთან. ვიღაცა შეიძლება გაუკვირდეს რომ ეს საკითხი რატო დგას, მაგრამ ჩემთვის პირადად მთავარი საკითხი ეს არის. დღეს გვინდა თუ არა ჩვენ რუსეთთან. გვინდა? მე ზუსტად ვიცი რატო არ მინდა რუსეთთან. პირადად მე ამ ქვეყნის მოქალაქეს და არა ministrs გოგა ხაჩიძეს ზუსტად ვიცი რატო არ მინდა რუსეთთან. ზუსტად ვიცი რომ არ მინდა ვიყო მეორე ხარისხოვანი ადამიანი რაღაცა იმპერიაში, არ მინდა ვიყო მაპატიეთ ამ სიტყვებით, მაგრამ ჩურკა არ მინდა ვიყო კავკასიური გარეგნობის რაღაც ასეთი კნინობით ფორმაში მოხსენიებული ადამიანი, არ მინდა ვიყო ტარაკანი და კიდე უამრავი ის სიტყვა, რომელსაც უხვად დღესაც აფრქვევენ ჩვენი მიმართულებით. მე რუსეთთან რა თქმა უნდა მინდა თუ გვექნება ჩვენი ღირსება, ჩვენი ქვეყნის ღირსება და ჩვენი ეროვნული ღირსება. სწორედ ეს არის ამ იდეით ვარ მე ანთებული და მიუხედავად იმისა რომ გარემოსდაცვის სამინისტროში მუშაობ და ძალიან განსხვავებულ რაღაცას ვაკეთებ დაუშვათ კონკრეტულად სხვა საქმიანობას ვეწევი ჩემი მთავარი იდეა მთავარი მიზანი არის ის რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი ღირსეული მართლა და ღირსება სხვა შორის ძალიან ბევრი საუბრები მიდის მე არ ვიცი ახლა რას ძალიან ხშირად ისმის ახლა რომ დავიბრუნოთ ღირსება ჩემთვის ღირსების დაბრუნება არ არის დაუშვათ ის რომ რა უნდა დავიბრუნოთ ადამიანები რომლებიც ამას ამბობენ რომ დავიბრუნოთ ღირსება ისინი გულისხმობენ ღირსება შელახულ ადამიანებს რომლებსაც ძალიან ბევრჯერ წაართვეს საკუთარი უფლებები წაართვეს ქონება წაართვეს ადამიანური სხვადასხვა უფლებები დემოკრატიული ღირებულებები გავაგრძელო ბატონო გოგა ანუ თქვენი ღირსება სხვა არის და ჩვენი მაყურებლის ღირსება სხვა ჩემი ღირსება არის ჩემთვის პირადად ვიღაცა შეიძლება პათეტიკაში გადაზრდილ საუბრად მოეჩვენოს ეს მაგრამ ჩემი ღირსება დღეს არის აფხაზეთში და ოსეთში და ამ ქვეყნის ღირსება მგონია აფხაზეთში და ოსეთში და ჩვენ როცა დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს მაშინ დავიბრუნებთ ღირსებას თუ ვინმე ახლა იმ ღირსების დაბრუნებას ფიქრობს რომ როდესაც რომელი ღირსება დავიბრუნოთ ქურდები რომ მართავდნენ ქვეყანას ჭოტებივით რომ სიბნელეში ვისხედით სამმართველოდან პოლიციის სამმართველოდან რომ ხალხი ცვიოდა ყველგან ყოველ ფეხს ნაბიჯი რომ გაღლეტვა და ფულის გამოძალვა იყო რომელი ღირსება დავიბრუნოთ დარდუბალას სიმღერა სხვა შორის სიმღერების თემაზე იყო იქ და იქ ძალიან კარგი ტექსტი იყო ხა იქაც მონაწილეობა მქონდა მიღებული იცით ალბათ თქვენ და იქ ზუსტად ის რეალობიდან აღებული იყო რომ თუ კი შენს მეზობელს დაუგვიანეს 11 თვის პენსია და ეს მოგონილი არ იყო 11 თვის პენსია რო არ ქონდა ხალხს მიღებული ყველა რო კორუფციის მორევში იყო ჩაფული აბსოლუტურად ზემოდან ქვევით და ქვემოდან ზემოთ ეს ღირსება დავიბრუნოთ არა მე დაგისვამთ მაშინ ასეთ შეკითხვას აი თქვენ როდესაც ახლა ჩამოთვალეთ მთელი რიგი თემების პოლიციის სამმართველოდან რომ ხალხი ცვიოდო ერთ-ერთი მთავარი თემა არის სწორედ პოლიციელების ქმედება მე შეგახსენებთ სანდრო გირგულიანის თემას მე შეგახსენებთ იგივე სულ ბოლოს მომხდარ გიორგი გამცემლიძის თემას როგორც ჩაცხილეს იგი პოლიციელებმა მანქანაში
მე შეგახსენებთ ამირან რობაქიძის თემას, მე არ ვაპირებდი დღეს ამ თემებზე თქვენთან საუბარს, მაგრამ როდესაც ხაზგასმა კეთდება, რომ სამართლოდან ხალხი ცვიოდა, დღეს ამ უსამართლობამ, ამ თემებმა გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში. თქვენ ახსენეთ ცხინვალი, თქვენ ახსენეთ სოხუმი, მე შეგახსენებთ აგვისტოში, როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალგორი და კოდორი. ბატონო გოგა, როდესაც ეს თემები დგას ოპონენტების მხრიდან, მე ვფიქრობ, რომ ამას უფრო კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს, ხო? გასაგებია, ძალიან კონკრეტულად გავცემ პასუხს. მე თავს მივეცი, მორალურად მივეცი უფლება თავს, რომ ამ საკითხზე ცოტა რაც შეეხება ომის თემას, ძალიან ცოტა ის თამამად და ძალიან გულღიად გამოვთქვა ჩემი პოზიცია. ჩემთვის ეს არის პროცესი. ჩემთვის ეს არის პროცესი და ჩვენ თუ გადავხედოთ, არასოდეს საქართველოს ისტორიაში არავის ხონჩით არ მოუწმევია ჩვენი ტერიტორიები. ყოველთვის გვიწევდა ბრძოლა, ყოველთვის გვიწევდა შრომა ამისთვის, ძალიან ბევრი წვალება გვიწევდა და თითოეული პროცესი ისტორიაში წავიკითხოთ. ქართლი, იმერეთი და კახეთი გაერთიანდნენ, ეს მოხდა ძალიან სწრაფად და ისტორიულად თუ ავიღებთ, ხდება საუკუნეებში და 10 წლეულებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის პროცესი და თუ ვინმე დაიღალა, მე არ დავღლილ ვარ. თუ ვინმე დაიღალა, გასაგებია, თუ ვინმეს რაღაცა ნოსტალგიები აქვს და ისევ იმ თავარ შეკითხვამდე მივდივართ ვიღაცას რუსეთთან და მე არ მინდა. ვის გულის? არ ვიცი. ვინ დაიღალა, ვის აქვს რუსეთის ნოსტალგია? ესენი არიან ოპოზიციის ლიდერები, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ამ ომის გამო, მათ გულისხმობ? არა, ინგა, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არაფერს არასოდეს არ ამბობს უარს პასუხისმგებლობაზე. ეს არის პროცესი. ჩვენ მოგვიწია ომმა, ჩვენ შეიძლება კიდე მოგვიწიოს რამემ, ჩვენ და ძალიან აქტიურად საუბრობენ, რომ შესაძლებელია ომი ისევ დაიწყოს. იცი რა, ინგა, როდესაც ქვეყანაში ახლა ორ დიდ ტერიტორიაზე დგას რუსული ჯარები, რომელთაგანაც ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი არის ნებისმიერი მასშტაბის პროვოკაცია, ხა ვინ არის დაზღვეული იმისგან, რომ არაფერი არ მოხდება. ანუ თქვენ არ გამორიცხავთ ომის ხელახლა გაჩვენების საშიშროებას? იცით რა, ეხა ამის გამორიცხვა, ეს რომ გამორიცხო ადამიანი უნდა იყოს ბრმა, როდესაც ახალგორში დგას რუსის ჯარი, რომელიც ყოველდღიურად პროვოკაციებს გიწყობს, როდესაც მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ბაზებს აშენებენ და შემოსულია რუსული ჯარი, გამორიცხვა შეუძლებელია და სხვათა შორის თვითონ ომის თემას რაც შეეხება, ხო? რამდენი ადამიანი იხოცება, რამდენი ადამიანი, აი ახლა, ხო, თითქოს რაღაცა შეჩერებულია ეს საომარი მდგომარეობა პროცესი, რამდენი ადამიანი უბედურდება სახლიდან ყრიან, 1000-ნაირ ჩაგვრამიდის დახვრეტა, სროლა, არ ვიცი, 1000 უბედურება. მათთვის ეს ომი გრძელდება. და მე ამით იმ თემას ვეხმაურები, რომ ეს ომი მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია, მე არ დავღლილ და იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანი არ დაღლილდა და სხვათა შორის ამას მე ვამბობ არა კაბინეტიდან გადმოსახედიდან, რომ მინისტრი გოგა ხაჩიძე იქ რაღაცა ომზე ლაპარაკობს ასთანავთ. არა, ამ ქვეყანაში თუ იქნება ომი, ჯვარი გწერია, არასოდეს არ უნდა იყოს, მაგრამ თუ მოგვიწევს, მე ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, მე ამ შეგნებულად ვარ ამაში დარწმუნებული, მთელი შეგნებით, რომ მე ვიქნები ომში. არა ომთან, არამედ ომში ეს ასე მოხდა ყოველთვის, როდესაც ამ ქვეყანაში რაღაცა ასეთ ცუდი ხდება. თუ მოგვიწევს, ეს ძალიან საინტერესო განცხადება, როდესაც ხელისუფლების გუნდის წევრი მინისტრი აკეთებს ამ განცხადებას. მით უმეტეს, რომ მე კიდევ ერთხელ გავემეორე, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია ჩვენ კვლავ აღმოჩნდეთ ფაქტის წინაშე, დაიწყოს ომი. მე მაინტერესებს კონკრეტული პასუხი. ეს თემა ასევე ძალიან აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მოახლოვდა თანდათან 9 აპრილი. ანუ შეგახსენებთ პერიოდს, როდესაც ოპოზიცია იწყებს საპროტესტო გამოსვლებს და მე არაერთხელ მომისმენია, რომ იმისათვის, რომ არ მოხდეს შიდა აფეთქება, შიდა დაპირისპირება, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ რაღაც საომარ სიტუაციამდე მივიდეთ. რას მიპასუხებთ? ჯერ ერთი იყო აქ სულ მუდმივად არის საუბარი, აი ხელისუფლება რაღაცა ისეთი რაღაც მოგონილი თემებით რაღაცა გადაფარვას ცდილობს და რომ ხალხს რაღაცა აი 9 აპრილი მოდის ახლა ომზე ლაპარაკობენ. ადრეც სულ ასე იყო საუბარი და ისე აგიხდათ ყველაფერი, რაც მოხდა და რაც დაგვემართა და როგორი რთული ვითარებაც გამოვიარეთ და ჯერ კიდე არ გამოგვივიდა. რაც შეეხება იმას, თუ მოგვიწევს ამ საუბარს, მოდი ვიყოთ გულწრფელები. ეხლა მაგალითად ისრაელს ერთი მოსახლე რაღაცა დაეღუპოს ვიღაცისგან გამოსროლილი რაკეტით ან ტყვით, გასროლილი ტყვით, შედის სხვა ქვეყანაში და ომს იწყებს. ჩვენ რაღაცა პირობა ჩვენთვის ხომ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ჯვარი გწერია ეხლა იქ ჩვენი მოსახლეობის გალში თუნდაც ხოცვა რა დაიწყოს ვიღაცამ. ხო არსებობს ზღვარი, ხო არსებობს რიცხვი, როდესაც შეიძლება
ყველაფერი გაცდეს, ყველაფერი ზღვარს და ჩვენ მოგვიწიოს, ჩვენ იძულებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან. კი, მაგრამ ასევე იძულები ჩვენ მოგვიწია, რომ შევსულიყავით, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ სახელზე გვაქვს დაკარგული ახალგორი და როგორც ოპოზიცია ამბობს, ჩაბარებული ფაქტიურად კოდორი. მე ეს კითხვა მაქვს, სწორედ მთავარი ბრალდება ბატონო გოგა ხელისუფლების მიმართ არის ხოლმე ასეთი. ის არ უნდა ჩაყოლოდა ამ ომში რუსეთს. ეს არის ის მთავარი ბრალდება. აი, როცა თქვენ ამბობთ, რომ თქვა გალში დაიწყო რაღაც, დაიწყო იგივე ცხინვალში, ჩვენ ხომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. როგორ უნდა დავიცვათ? ჩვენ გვაქვს ამის ძალა. თუ კიდევ შეიძლება დამატებითი ტერიტორიები დაიკარგოს. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, მე ძალიან პიროვნულ აზრს ვამბობ, სამწუხაროდ მე არ ამგონია, რომ ძალიან დიდი არჩევანი გქონდეს თუ ასე კრიტიკულად დგება საკითხი. ჩვენ აი შეხედეთ რა ხდება. შეხედეთ ტელევიზორს ელემენტარულად და ნახავთ რა საკეთებს დაუშვათ მთავრობა. დილიდან აი მოფენილები ვართ თელ საქართველოში და საქმის კეთებით ვართ დაკავებული. მიუხედავთ იმისა, რომ ასეთ მდგომარეობა ქვეყანაში. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ეს ძალიან გავს საარჩევნო კამპანიას, რომლის დანიშნაც ვადამდელი არჩევნები და ყოველ შემთხვევაში მოუწევს აპრილის შემდეგ ხელისუფლებას. ეს მე მგონი ცალკე თემაა საერთოდ. ახლა არჩევნები ამ ქვეყანაში ბოლო ერთ წელიწადში იყო 3 ჯერ, ახლა ხო არ შეიძლება 100 ჯერ არჩევნები ჩატარდეს. რამდენი ახლა სიმპათიური ადამიანი 35 წელსა გახდება ამ ქვეყანაში, ხო არ შეიძლება მორიგი არჩევნები ჩატარდეს. ვიზე გაქვთ საუბარი სიმპათიური 35 წელს. საერთოდ არაფერს არ ამბობენ. ირაკლი ალასანიას გულისხმობ. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს. არა, სიმპათიური 35 წელს გახდავთ. როდემდე შეიძლება რომ ასე ვასეიროთ და ვისეიროთ, სეირები ვატაროთ ხან იქ, ხან აქ და ვასეიროთ ასე მსოფლიო, ხო? ხო შეიძლება რომ რაღაცა დინჯად წყნარად გაზომილად, დაფიქრებულად და გონიულად ამ სიტუაციაში მაინც, როდესაც ასეთ სიტუაცია ქვეყანაში. ინგა წარმოიდგინეთ. ასეთ სიტუაცია ქვეყანაში არის ოკუპანტი ჯარი დგას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაშენებთ, ვრგავთ, პირადად ჩემ თავზე გეუბნებით. მე ზუსტად ვიცი რა სიტყვის პრეზიდენტი მთავრობის წევრებისგან. რას? თავდადებას. ამდენი ხანი არ ითხოვდა ამ თავდადებას. მე ახლა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მე ახლა მინისტრი ვარ და მაგრამ მანამდე იყავით გუბერნატორი რევოლუციიდან მოყოლებული. ასეთივე შრომაში ვიყავი პირადად მე და ძალიან ბევრი ადამიანი გულწრფელად გეუბნებით. ნახეთ ელემენტარულად, რაც ტელევიზიით ჩანს და გავანებოთ ტელევიზორს თავი, ისე რა ხდება ხა მე ხო ვიცი. კი, მაგრამ ხალხი ხო ფაქტია, ბატონო გოგა, რომ გამოდის ძალიან ბევრი ათასობით ადამიანი. ჩვენ ნახეთ თუნდაც იმავე ნოემბერში, რომლის შემდეგ დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნების წინას თქვენ შექმნით ეს ცნობილი თქვენი სიმღერა. ხალხი ხომ გამოდის, თუ კი ეს მთავრობა არის მოფენილი და თუ კი ეს არა ეხლა დაკავშირებული კონკრეტულად წინა საარჩევნო კამპანიასთან, მას რამ გამოიყვანა თუნდაც თავის დროზე ამდენი ხალხი და რას ელით ეხლა? გასაგებია, მოდი ასე შევხედოთ საკითხს. მერე რა ხდება, არ გულისხმობ იმ ყბადაღებულ თემას, რომელზეც პასუხი ნამდვილად არ არსებობს. დღეს რომ ვის რა გეგმა გააჩნია. სხვა შორის ამ ბოლო დროს მოვისმინე, რომ ჩვენ დავდეთ რამდენიმე გეგმა და ეხლა გეგმების დრო არ არის. ქვეყანაში სადაც უმუშევრობას ვებძვით, ქვეყანაში სადაც ამ ეკონომიკური კრიზისის ფონზე რაღაცას ვაკეთებთ. 1000 საქმეა, უამრავი პრობლემაა და ამას ლანძღვა კრიტიკა და ის კრიტიკა ჭირდება, მაგრამ ლანძღვა თათხვა კი არ უნდა, მუშაობა უნდა, შრომა უნდა, თავგანწირული და თავდადებული შრომა უნდა. ასეთ სიტუაციაში რომ ითხოვ რაღაცა კიდევ ერთი არჩევნების დანიშნვას. რაღაცა არჩევნები რატო? კიდევ ერთი, ხო, რაღაცა. ისინი ამბობენ, რომ არის კრიზისი ქვეყანაში, პოლიტიკურ კრიზისია საუბარი, რომ პოლიტიკური კრიზისი, სხვა განმარტება ვიცი, მე პოლიტიკური კრიზისის ვერ დავეთანხმები ამაში, ვერანაირად ოპოზიციას, პოლიტიკური კრიზისი სხვა რამეა აბსოლუტურად. დღეს ქვეყანაში მუშაობს მთავრობა, მუშაობს პრეზიდენტი, მუშაობს პარლამენტი და ყველა რგოლი არის გადართული და მოდი ელემენტარულად წარმოვიდგინოთ იმას. წარმოვიდგინოთ დილით გაღვიძებიდან დაძინებამდე გესმის ის რომ ინგა ცუდი ჟურნალისტი ხარ, არ მინდევ ხარ შენ, წადი უნდა წახვიდე. მე ბევრჯერ მომისმენია ესეთი განცხადებები, არ დავაკვირდები. ეს წარმოიდგინე პერმანენტულად ხდება. ეხლა შივა ხო არ არის მთავრობა, 6 ხელი ქონდეს. ერთით რაღაცა საქმეს ვაკეთებდეთ, მეორით რაღაც რუსებს აკავებდე იქ, მესამით გავარდნილი იყო საზღვარგარეთ და მთავრობა იმისთვის არის მთავრობა, რომ 6 ხელიც უნდა ქონდეს და 12 ინგა მაშინ რა გამოვა? როგორ ფიქრობთ? კარგი, მოდი ჰიპოთეტიურად წარმოვიდგინოთ. დაუშვათ აი ესეთი სცენარი. მოითხოვა ადამიანების ჯგუფმა, მოითხოვა მთავრობის პრეზიდენტის წასვლა. პრეზიდენტი წავიდა, მთავრობა მიყვა, ესენი მოვიდნენ. როგორ ფიქრობთ, იმ მომენტშივე
ძალიან ბევრი ხალხია უკვე, რომელიც არის პრეზიდენტის მხარდამჭერი, ძალიან ბევრი კი უმეტესობა პრეზიდენტის მხარდამჭერი, მთავრობის მხარდამჭერი. ერთ წელიწადში როგორ დავიჯერო, რომ 1000 კაცს მაინც არ დაიჭერს და ეს 1000 კაცი თავის ნათესავებით არის დაახლოებით 10000 კაცი. მე იქ რაღაცა პრობლემა, რეფორმას როგორ არ გაატარებს და ვიღაცას სახში არ გაუშვებს სამსახურიდან. ესეც ერთი 20000 კაცი და ასე მარათონი ვაწყოთ მთავრობების და ხელისუფლებების შეცვლის. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ვარდების რევოლუციაც ასე და ისე. ჯერ ესეთი აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია ჩემთვის. რატომ არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია? დღეს სახეზე გვაქვს დაკარგული ტერიტორიები და წაგებული ომი ოპოზიცია ამბობს. ასეთი ფორმულირება ხდება და ეს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც უნდა პასუხისმგებლობა დადგეს ქვეყნის ხელისუფლებას. ძალიან მარტივად არის ეს საკითხი ჩემთვის. რატომ არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია და რა გითხრა, ყველაზე ისეთი ბანალური მაგალითი რომ მოგიყვანო, მაგალითად ისნის მხარეში მოპარული ნივთების ბაზრობა აღარ არსებობს დღეს. აბსოლუტურ ჭაობში ვიყავით. ინგა გზაზე მაჩვენებლები იდგა, ვის რამდენი ფული უნდა მიეცა პოლიციელისთვის. აბსოლუტურ კორუფციაში ვიყავით, გარემო აბსოლუტურად რადიკალური სიტუაცია. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. მე მესმის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. პირადად ჩემს სფეროშია იმდენი პრობლემა, იმდენი საქმეა გასაკეთებელი, რომ ამას დაჭირდება ძალიან ბევრი შრომა, ძალიან ბევრი თავდადება და ასეც ვიქცევით, მე ხო ეს ვიცი, ძილი მენატრება. გულწრფელად ვამბობ ამას, ძალიან ბევრს წვალობთ. ძალიან ბევრს შრომობთ. ამას ლანძღვათად ხო. ძილი რატომ გენატრებათ? ხომ არ ნერვიულობთ მოახლოებული აპრილის გერბიცი? მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. ბევრს შრომობთ, ინგა და ჩემზე არ არის ეს საუბარი, სხვა შორის რაღაც მიმაჩვენს ამ ბოლო დროს. ოპოზიციონერები მეუბნება ხოლმე, რომ აი ხო, აი შენ არა, მაგრამ მე ამ მთავრობის წარმომადგენელი ვარ. ჩემნაირი ხალხია იქ. და ვხედავ მე ამ ყველაფერს. ანუ თქვენ მთლიანად იზიარებთ მთელს პასუხისმგებლობას, რაც მოდის თავიდან ბოლომდე ხელისუფლებაზე, კარგსაც და ცუდსაც. მე 2009 წლის 8 მარტს ვამბობ. აი ახლა რომ მე ამ ეთერიდან გავიდე და რომ მითხრა რომ შენ აღარ ახარ მინისტრი. დიახ. სხვებით, აი პირდაპირ ღია ეთერში ვამბობ. დღეს მე ვიცი შეცდომები რა დაუშვით და რაზე შეიძლება კამათი ვიცი მიღწევები ძალიან ბევრი ამაზე. აი ყველაზე მძიმე შეცდომა, რაც თქვენი აზრით დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებამ, მითხარით. იცი რა, აქ როგორ არის, იცი, იმის გამო რომ გინდა რეფორმა გაატარო და დიდი ნაბიჯებით წინიარო რაღაცა საკითხებს. მიზეზებს ნუ ეძებთ, კონკრეტულად მითხარით. აი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც თქვენი აზრით იქნება. გეტყვი ეს აი ალბათ დამიფასებთ ამას, რომ ეს იქნება ძალიან გულწრფელი ნათქვამი ჩემგან. როგორ დაგიფასოთ? პირდაპირ გეტყვით და მიხვდებით, რომ ეს იქნება გულწრფელი ნათქვამი. მაგალითად შეიძლებოდა უფრო ერთი ესეთ ზოგადი მაგალითი რომ გაცილებით უფრო მეტი ახსნა განმარტება უნდა გაგვეკეთებინა ალბათ ბევრ რეფორმაზე, ერთი ეს და მეორე შეცდომა რაც შეიძლება იყოს, რომ უფრო ფაქიზად და უფრო ესე ფრთხილად უნდა მოგცეოდით კერძო საკუთრების თემებს. თუმცა ეხლა რაც ხდებოდა, ნუ ეხლა არ ვიცი, პარკები, გასხვისებული პარკები და პირდაპირ რაღაცა სახელმწიფო შენობებში რაღაცა წარმოუდგენელი დაწესებულებები გახსნით 1000 მოუწესრიგებელი რაღაცაა. კარგეთ, თქვენ ახლა თქვით რომ აი ყველაზე დიდი შეცდომაო. მე მინდა გოგა ხაჩიძეს ახლა ვაჩვენო კადრები, რომელიც არის ძალიან სკანდალური კადრები. ეს არის ეკლესიის შეტეხვის თემა. ეხება იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მე მინდა ახლა ვთქვა პირდაპირ ეთერში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს თემა დაიბლოკა სამწუხაროდ ძალიან ბევრ ტელევიზიაში. ყოველ შემთხვევაში გაშუქება არ მოხდა, იმის მიუხედავად რომ ასეთი კადრები არსებობდა, თქვენ საუბრობდით შეცდომაზე და მე მინდა ამაზე შემდეგ თქვენი პასუხი. თუ შეიძლება კადრები გოგა ხაჩიძის და ბატონი ტიგრანიანის, სარქისიანის უკაცრავად. ეხლა რამდენიმე წუთში, რამდენადაც მეუბნება ჩვენი პროდიუსერი, შემოგთავაზებთ ამ კადრებს. მაშინ დროს ვიხელთებ ქართულ ტელევიზიებში არ დაბლოკილა ის, იქ არ იყო არც ერთი ქართული ტელევიზია, იქ არის იმედის მიკროფონი უკაცრავად და ჩვენ გვაქვს ეს კადრები უკაცრავად ერთი წუთი ინტერნეტ ტელევიზია ჯევიჟენის თანხმობით. ჩვენ მაყურებელს ეხლა შევთავაზებთ იმ რეპორტაჟს, რომელიც მოამზადა ამ ინტერნეტ ტელევიზიამ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით იქნება ეს, მანამდე მე მინდა თქვენი კომენტარი. კი, ესე იგი მე კიდევ ერთხელ ქართული მიკროფონი იქ იყო. იმ მომენტში, როდესაც ეს დელეგაცია მივიდა ამ კონკრეტულ ადგილზე, იქ არ იყო არც ერთ ქართული ტელევიზია, ეს პირიქით ჩემ ინტერესებშია, იქ იყო ძალიან ბევრი სომხური ტელევიზია. მე სხვა შორის დღემდე ვეძებ
იმიტომ რომ შემდეგ ეს კადრები YouTube-ზე ცნობილ საიტზე დაიყარა, ასე ვთქვათ. საქმე ეხება ეკლესიის კარის შეტეხვას, როდესაც იქვე იმყოფებოდა გოგა ხაჩიძეც. არის ორი ვერსია, ერთ-ერთის მიხედვით თქვენ თავადვე მოახერხეთ ამ კარების გაღება და მეორე უბრალოდ უყურებდით, მაგრამ ხელი არ შეუშალეთ. მე არ ვსაუბრობ აქ ვისია, რა სადაოა ეს თემა და ასე შემდეგ. უბრალოდ სალოცავი არის თუ არა საშუალება რომ ჩვენ ეს კადრები ვნახოთ? დიახ, თუ შეიძლება ვნახოთ და შემდეგ მე მინდა თქვენი კომენტარი. ეკლესია ლესელიძის ქუჩაზე. ეკლესიის სანახავად საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარკისიანი და გარემოს დაცვის ახალი მინისტრი გოგა ხაჩიძე მივიდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ეკლესიის კარი დახურული იყო. რესტორნიდან მომავალ სომეხ და ქართულ მინისტრს იმდენად უნდათ ეკლესიის დათვალიერება, რომ კარი შეანგრიეს. მე რო ვკითხე აქ, როცა ჩამოვედი ეს კარები ვინ გატეხა, ყველამ ერთად სომხებმა მითხრეს, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა და თქვენმა მინისტრმა. ეს ჩვენი მინისტრი გოგა ხაჩიკიანი და ემათი პრემიერ-მინისტრი. ხო, ალბათ. და ეს იყო დამხვდე ეს მდგომარეობა და ეს კარი ჩამონგრეულია. ეს კარი აი როგორც ხედავთ პეტლიდან მომწყდარია და მე შიგნით იყო შესულები. შიგნით იყვნენ, ამას შესვლა არ ქვია, იყვნენ რაღაც შეცვენილები, შიგნით რაღაც საშენელება ხდებოდა. ამ ფაქტის მოწმე არის უამრავი მართლმადიდებელი სტუდენტი, რომლებმაც მიმეორებს საკუთარი თვალით იხილეს ის ფაქტი, რომელიც დაახლოებით 10 ნახევრის წინ დაფიქსირდა ჯვრის მამის ეკლესიის გვერდით ეკლესიაში. როგორც უკვე აღინიშნა, სხვა სასულიერო პირების მიერ დაწყებული არის ძიება მეცნიერულ დონეზე და არა ქუჩის დონეზე და ეს არის მეცნიერთა გადასაწყვეტის საკითხი და ვიდრე საბოლოო პასუხი არ იქნებოდა გამოტანილი, ასეთი რამ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული. რომელ რესტორანში იქეიბეს დელეგაციის წევრებმა უცნობია. მამა ჯვრის ეკლესიაში მოსულ ოფიციალურ დელეგაციას თან სომხური ტელეარხების ჟურნალისტებიც ახლდნენ. როგორც მრევლი ყვება, სომეხმა ჟურნალისტებმა ეკლესიაში შეჭრის ყველა კადრი დეტალურად გადაიღეს. რომ მოვიდნენ, ჩავიწეს კარები და შევიდნენ. რა, პირადად მე მოვესწარი თუ როგორ ჩაამტვრიეს კარები. ვინ ამტვრევდა, ვინ აქტიურობდა, ვინ იყვნენ? სასულიერო პირებიც იყვნენ, მაგრამ ხა ვერ დავაკონკრეტ თუ რომელმა დაამტვრია კარი, მაგრამ აი ნაწილი გავიდა იქით მეორე მხარეს და ნაწილი დარჩა. რაღაცას ამბობდნენ სომხურად და რუსულად და გავიგე რომ აი მიდიო რა. მოვიდა ესკორტი და გვითხრეს, რომ ეს არის მოსულია პრემიერ-მინისტრი სომხეთის, რომელიც სტუმრად არის საქართველოში და მასთან ერთად იმყოფებოდა ჩვენი მინისტრი ბატონი გოგა ხაჩიძე და სამწუხაროდ თვითონ ის ფაქტი, რომ აქ ძალიან ბევრი ქართველი შეესწრო ამ ფაქტს, რომ ტაძარში შესვლა მოხდა არაჩვეულებრივად, როგორც ეს ხდება. ეს არის ღვთისმსახლი და არ შეიძლება რომ მტრევით შევიდნენ ტაძარში. ყველაზე სამწუხარო ალბათ ის არის, რომ ეს ყველაფერი მოხდა ძალიან დიდი ხელისუფლების ისეთი პირების თანდასწრებით პრემიერ მაშინ ასე გისმენთ ბატონო გოგა და რამდენადაც ჩვენ ცნობილია პარალელურად წავაკიდეთ სხვა კადრები, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ძალიან სამწუხაროა. ანუ როდესაც შეცდომებზე არის საუბარი და ჩვენ ვიგებით ფაქტის წინაშე მინისტრი, დიახ. ერთი წუთი ეს ხა ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ ასეთ აბსურდზე საერთოდ მიწევს მე კომენტარის გაკეთება. მართლა გულწრფელად ვამბობ ამას. რა არის აბსურდი? აბსურდია ის, რომ ჯერ ერთი ხა მე საერთოდ ვინც მიცნობს, სამწუხაროა ის, რომ აი ესე გამოსული ტალახის გამო მე მიწევს თავის მართლობა. ჯერ ესეთ ვინც მიცნობს იცის, რომ საერთოდ არ აქვს საერთოდ. მეორე, როდესაც ეს ეკლესიის კარები შეამტვრიეს თუ რაც ქნეს, არ ვიცი ეს, როდესაც ეს ფაქტი უკვე ფაქტად აღვიქვი. იმ მომენტიდან უკვე მე ჩემი მოადგილე ვნახე სხვათა შორის სამცხე-ჯავახეთთან, მასთან ერთად საუბრობდი ეზოში ვიდექი და ეს მოხდა იმდენად უხმაუროდ და იმდენად ჩუმად და წყარად იქ არ ყოფილა ყვილი და ახლა რა მოხდა? ეს მოხდა უხმაუროდ რაც ნიშნავს? ჩემთვის მოხდა ის, რომ მივაცილე პრემიერ-მინისტრი აი ამ კონკრეტულ ადგილზე, როგორც ერთ-ერთმა მასპინძელმა მინისტრმა, ჯერ ვიყავით სომეხ მოღვაწეების პანთეონში უნდა მას მისვლა, მე მივაცილე იქამდე, შემდეგ მოვაცილე და ნახე ნაცნობი ჩემი მოადგილე სამცხე-ჯავახეთში, მასთან ერთად საუბრობდი და აბსოლუტურად ჩემთვის მოხდა რა, რაღაც მომენტში მოვიხედა და ვხედა, რომ ხალხი შედის ეკლესიაში ძირითადად. სომეხი ეროვნების ადამიანები, სასულიერო პირები, მერე უკვე პრემიერ-მინისტრის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რაღაცა შევიდა ეს და ეს სხვა შორის ის რომ ეს რაღაცა ცუდი რაღაცა მოხდა, მე ხა არ ვიყავი საერთოდ ინფორმირებული საერთოდ რა აზია იქ საუბარი.
ის რომ ცუდი რაღაცა მოხდა, მე ვიგრძენი ქართველი მრევლის რეაქციაზე. მამატარიელის რეაქციაზე სხვა შორის და ეს რაღაცა ქვეცნობიერთ ვიგრძენი რომ რაღაცა აქ ის არ მოხდა რაც უნდა მომხდარიყო. ანუ თქვენ არ მიგიღეთ მონაწილეობა ამ დაკეტილი კარის გაღებაში და სალოცავში შეზღვაში. როგორ წარმოგიდგენია შენ რომ ესა თვალს თავი დავანებს ზოგად მინისტრი ასე საჯაროდ ეს რომ მართლა გულში ედოს ადამიანს მე ვინც მიცნობს თან ზოგადად რომ მივდივარ სადაც და ეკლესიის კარებს ვამტრევ საერთოდ იმ ეკლესიას სხვა შორის კიბეები აქვს ასასული საერთოდ კიბეზეც კი არ შემიდგავს ფეხი კარგით საერთოდ ეკლესიას შეხებული არა ვარ საერთოდ და იმ მომენტიდან მე მივედი მამატარიელთან სადაც ნუ დიდი აგრესია მივიღე და სხვა შორის მე რომ იმ მომენტში იქ არ აღმოჩენილიყავი ეს ინციდენტი შეიძლება უფრო გართულებულიყო და უფრო სერიოზული ყოფილიყო და იქ იყო უკვე კამათი რომ ну რაღაცა მივხვდი რომ რაღაც ცუდი მოხდა და ვკითხე რომ აი რა მოხდა რა ვქნა მე ეს კითხვა ყოველ შემთხვევაში უნდა დამისვა იმიტომ რომ ეს იყო ძალიან სერიოზული სკანდალი ბატონო გოგა და ძალიან საინტერესოა მით უმეტეს როდესაც პარლამენტში იგივე ბაღათურია აკეთებდა განცხადებებს თქვენს იმპიჩმენტზე კარგით მე მინდა დაგისვათ ბოლოს შეკითხვა როგორ ემზადებით 9 აპრილისთვის შეცდომებზე როცა არის საუბარი უამრავი შეცდომა რომელსაც ალბათ თქვენ შემდეგ ეკაბესელია კიდევ ერთხელ გაიხსენებს ამ ეთერში როგორ ემზადება ხელისუფლება 9 აპრილისთვის მე მაქვს ხელთ 4 შაბათის გაზეთი რეზონანსი, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციაზე დაყნობით თუნდაც თქვა სასჯელ აღსრულების სპეცრაზმს აქციის დაშლისთვის ხომ არ ავარჯიშებენ, რომ საგანგებოდ შეიძლება ემზადებოდეს ხელისუფლება აქციის დასაშლელად და ასე შემდეგ. რა დირექტივები გაქვთ, რა განწყობა გაქვთ, როგორ ემზადებით? ჩემი დირექტივები არის ძალიან მარტივი, შეიძლება არც მოგეწონოთ ხა ჩემი პასუხი, იმიტომ რომ რატომ არ უნდა მოვეწონოთ? არ ვიცი, რა ვიცი, უფრო რაღაცა ისეთ რაღაცა იმას ელოდებ, მოლოდინი გქონდეთ, მაგრამ ჩემი დირექტივები არის მარტივი ინგა ძალიან გარემოს მივხედო დილიდან საღამომდე მე ძალიან გარემოზე არ გეკითხებით მე გეკითხებით ხელისუფლების გუნდზე რა განწყობა რა გუნდზე ვინმე რაღაცა თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ვიღაცა მირეკავს ან რაღაც კონფიდენციალურად არ ვიცი ღიად ხდება და გვეუბნება რომ რაღაც 9 აპრილს აბა რა ვქნათ რაღაცა არ ვიცი მეტყევები გამოიყვანეთ წინ დავდგეთ თუ რაღაცა ასეთი ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ვშრომობთ ხალხო ვწვალობთ ხეებს ვრგავ ტოლვილებს ვასაქმებ. ვიღაცა ხა იტყვის, ხო, რა შრომობთ, წვალობთ, ტოლვილებს. აი, მალე ძალიან მალე 1000 დევნილი უნდა დავასაქმოთ. 9 მილიონი ხე უნდა დავარგვევინოთ. აი, ასე წარმომიდგენია მე და ეხა ოპოზიციასაც ზოგადად, არ ვიცი, მართლა ნუ აქცევთ ამ ქვეყანას სასეირო ქვეყანად და რაღაც სეირების იმათ დარწმუნებული ვარ ამ ფრაზას ჩვენებად აიტაცებენ და გამოიყენებენ ოპოზიციონერობა უპოზიციობას არ ნიშნავს. რაღაცა პოზიცია უნდა იყოს. მერე რა, ნუ გვეზარება ხალხო დავსვათ შეკითხვები. ვიღაცა რაღაცას გვეუბნება. ეს იქნება ასე, ჩვენ ვამბობთ. გაზი ყველა სოფელში. მერე რა, მერე ის რომ ყველა სოფელში აანთებენ გაზს. და თქვენ ახლა რაზე? ერთი წუთი. მე ვამბობ რაღაც გაუფრთხილეთ დღეს, მერე რა, გასაგებია კი. ძალიან კონკრეტულ რაღაცებს ვამბობთ. ნუ დაგვეზარება, დავსვათ შემდეგი შეკითხვა. ვიღაცა იძახის, გამოვიდეთ იქ და მოვითხოვოთ გადაყენება. დავსვათ შეკითხვა, ნუ გვეზარება. მერე დიდი მადლობა. მაშინ მე ბესელიას ახლა მოვიწევ სტუდიაში. მოდით ამ შეკითხვას თქვენთან ერთად დავუსვავ თუ შეიძლება და მე დაგემშვიდობებით. ქალბატონო ეკა ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ერთი წუთით სანამ ბატონ გოგას გაუშვებ. მე რაო, რას ეთქვით და მე მას დავემშვიდობები. მე რა არ იქნება? მე იქნება ის რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. მე რა აღარ დაისმება კითხვა, მე იქნება ის რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ამდენი არ ვილაპარაკოთ. ღირსებაზე და არ ილაპარაკოს იმ ხელისუფლებამ, რომელმაც პირველმა ყველაზე მეტად ღირსება ხელყო ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანი. დიდი მადლობა. მიიღეთ პასუხი. მე რა თქმა უნდა, თქვენ მიიღეთ პასუხი. მე შევეცდები ქალბატონ ეკასთან ეს შეკითხვა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ძალიან დიდი მადლობა. ეს იყო გოგა ხაჩიძე, მასზე იგი კვლავ ფიქრობს, რომ მიშა მაგარია, რას ფიქრობს ოპოზიცია. ერთ-ერთი სიურპრიზი, რომელსაც ის მთავრობას უმზადებს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნება, ეკა ბესელია განაგრძობს პოლიტიკურ კვირას. მე რაო ქალბატონო ეკა, რა სიტყვით? მე რა მოდით ინგა მე ამ კითხვაზე და კიდევ ბევრ საკითხზე, რომელზედაც მომეცა საშუალება და კიდევ მეტი мотиваცია გამიჩნდა მესაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ეს წარმომადგენელი, რომელიც თქვენ ახლა აქ გეჯდათ სტუდიაში, მიშა მაგარიას ფონზეა აწყობილი და ბუნებრივია ამ ფონზე ამღერებული ხელისუფლების წარმომადგენლის
ნათქვამებზე არგუმენტების მოძიება ძნელი არ არის და ალბათ არ ძლიერს, მაგრამ პირველ რიგში მე მინდა დავიწყო ერთი ძალიან უფრო სასიამოვნო ინფორმაციით, მე აუცილებლად დაუბრუნდები ინგა ამ კითხვას, მაგრამ დღეს პირველ რიგში არის მართლმადიდებლობის დიდი ზეიმი, ეს არის ძალიან დიდი დღესასწაული და ამავე დროს არის 8 მარტი. მინდა მოგილოცოთ ორმშვენიერ ქალბატონს დღეს იუბილარები ბრძანდებით, ეს არის დედაჩემი და თქვენ ინგა გილოცავთ დაბადების დღეს. და ერთი განცხადება მინდა ინგა გავაკეთო, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება მინდა გავაკეთო და მე გთხოვ რომ მომცე ამის შესაძლებლობა. გასაკვირველია თქვენ აქ ხართ იმიტომ რომ გააკეთოთ ის განცხადებები, რაცაც თქვენ საჭიროდ თვლით იგივე მოახლოებულ 9 აპრილთან დაკავშირებით. გისმენთ? დღეს ამ სტუდიაში თქვენი სტუმარი უნდა ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკური პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი. კონკრეტულად დღეს არა, მიდის მასთან მოლაპარაკებები. ინგა დღეს ჩვენი ინფორმაციით უნდა ყოფილიყო თქვენი სტუმარი ირაკლი ოქრუაშვილი პირდაპირ ჩართვის საშუალებით. დღეს მის მაგივრად მე მიწევს აქ სტუდიაში ყოფნა. მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის, ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ საჯაროდ თქვენს მიმართ ინგა როგორც ძალიან პრინციპული, ძალიან მაღალი პროფესიონალი ჟურნალისტის, დამოუკიდებელი ჟურნალისტის მიმართ და სწორედ ამიტომ რომ ეს დამოკიდებულება მაქვს მე და არა მარტო მე, საზოგადოების დიდ ნაწილს თქვენს მიმართ, მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დღეს თქვენთან ინგა. პირველ რიგში მე მინდა თქვენგან დადასტურება. იყო თუ არა თქვენ შორის შეთანხმება, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მიეცემოდა შესაძლებლობა, რომ ამ გადაცემაში პირდაპირ ჩართვის საშუალებით ესაუბრა საზოგადოებას. იყო თუ არა თქვენ შორის ასეთი მოლაპარაკება. აბსოლუტურად გულწრფელი პირველ რიგში მაყურებლის და თქვენს მიმართ ბატონ ირაკლი ოქრუაშვილთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მიმდინარეობდა მე ვერ დაგეთანხმებით რომ მაინც და მაინც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით იყო, თუმცა ეს იყო უახლოესი პერიოდი. ვთქვათ, ან ამ გადაცემაში, ან შემდეგ გადაცემაში იგი რომ ყოფილიყო ჩვენი სტუმარი, რასაკვირველია, ჩემთვის არის ძალიან საინტერესო, იგი იყოს ჩემი გადაცემის სტუმარი, იმიტომ რომ როდესაც არის ასეთი ინფორმაცია, რომ დევნილობაში მყოფი, ვთქვათ, ოქრუაშვილი აპირებს დაბრუნდეს საქართველოში, მე როგორც ჟურნალისტი ვარ დაინტერესებული, მან მიიღოს მონაწილეობა ჩემს გადაცემაში. მით უმეტეს, როდესაც თქვენი მხრიდანაც იყო ასეთი ინფორმაცია და შემოთავაზება, მე და თქვენ შორისაც იყო საუბარი ამ თემაზე. მე ამას ვადასტურებ, თუმცა არა კონკრეტულად დღევანდელ დღეზე, მაგრამ აი ამ უახლოეს პერიოდზე. მე ეს ბოლო წინადადება მაიმედებს ინგა რომ საბოლოოდ არ არის გადაწორული შესაძლებლობა და რესურსი იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს როგორც პოლიტიკურ დევნილს, როგორც ერთ-ერთი იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თავმჯდომარეს, რომელიც არის დღეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ერთ-ერთი წარმმართველი ძალა, ერთ-ერთი აქტიურად მონაწილე ძალა, მიეცეს შესაძლებლობა ესაუბროს საკუთარ ხალხს. მე იმეც ვიტოვებ, რომ ხელისუფლების ზეწოლა არ იქნება იმ დოზით და იმ ფორმით განხორციელებული, როგორც ვფიქრობ, რომ იყო გარკვეული დოზით აქამდე, სხვაგვარად მე ვფიქრობ, რომ ამ სტუდიაში დღეს მე არ ვიჯდებოდი, იქნებოდა სწორედ ოქრუაშვილის მე მინდა მოგცეთ პირობა, რომ თუ კი იქნება რაიმე სახის ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ან ვინმეს მხრიდან განხორციელებული, მე ამას ვიტყვი პირდაპირ ეთერში, მაყურებელს აქვე ვაძლევ ამის პირობას და თქვენმე ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, როდესაც რაიმე ზეწოლა ყოფილა ჩემზე და მე ეს არ მithქვამს ხმამაღლა. მე აქვე გიფიქსირებთ, რომ ვარ მზად პირდაპირ ეთერი დაუთმო ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილსაც, თუ კი იქნება რაიმე მსგავსი ზეწოლა, მე გულწრფელად გეუბნებით, ამას ვიტყვი პირდაპირ ეთერში, ისე რომ არ მომერიდება. ინგა მე მივიღე დღეს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ საჯაროდ გარანტია თქვენგან პირობა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იქნება თქვენი გადაცემის საშუალებით. არ შეიძლება სხვა გადაცემა იყოს, მაგრამ მე ვფიქრობ ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში თქვენი სტუმარი. თქვენ მაძლევთ მე ამ გარანტიას და ამ პირობას, რომ თქვენ მისცემთ მას შესაძლებლობას, მე შევეცდები ყველანაირად, რომ ირაკლი ოქრუაშვილს დაეთმოს პირდაპირ ეთერი და მე ვიქნები ძალიან კმაყოფილი, თუ კი ეს მოხდება ჩემს გადაცემაში, ანზე პირველი არხის რომელიმე სხვა პოლიტიკურ გადაცემაში, იმიტომ რომ ალბათ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი გადაცემის სტუმარი იქნება. იგი მთავარია, თუ კი თქვა თქვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ მის პირდაპირ ეთერზე, ამაზეა ხო საუბარი. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ როგორც ჟურნალისტისთვის ის ყოველთვის საინტერესო რესპონდენტი იყო ჩემთვის და ამჟამადაც ასე რჩება. მე მინდა ინგა ეს ამ თემიდან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდე, რამდენადაც მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი მაგალითი ჩემთვის მე მაინც ჩემ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ ეს იყო გარკვეული ტიპის მაინც ხელისუფლების მხრიდან
ჩარევის მცდელობა, თუმცა იმეც ვიტოვებ და მე ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ პატივს ვცემ იმას, რაც თქვენ ახლა თქვით და მჯერა რომ თქვენ ამის ყოველ შემთხვევაში ამ ეთერის შემდგომ მისცემთ ირაკლი ოქრუაშვილს პირდაპირ ეთერში საუბრის შესაძლებლობას. სხვაგვარად ინგა, მე რომ გდომოდა რა ინფორმაციის დაბლოკვა თქვენ დღეს არ იჯდებოდით ამ სტუდიაში, ამის გარანტიასაც გაძლევთ და უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ მე როგორც ეს თქვენ ერთხელ გააკეთეთ და თქვით და მე მგონი არა მარტო ერთხელ რომ არ ექვემდებარებით არანაირ ზეწოლას ინგა, თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა გარდა საკუთარი პროფესიული პრინციპებისა, თუ თქვენ ამ ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებით, მე იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ მიიღებთ ძალიან ხერხემალ გადაწყვეტილებას. მე არ მინდა რომ თქვენ გააკეთოთ, მაგრამ მე მინდა რომ ხელისუფლებას ზეწოლა, ხელისუფლებისგან იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალისგან მოხდება, მე ამას ვიტყვი პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ თქვენ აგზიხართ პირდაპირ ეთერში, ეს იმას ნიშნავს, რომ მე თავადვე ვარ მზად ვისაუბროთ დღიად ნებისმიერ ინფორმაციაზე, შეეხება ეს ირაკლი ოქრუაშვილის თუ შეეხება ეს მიხეილ სააკაშვილის ან კონკრეტულად ეკაბესელიას. მიღებული გაქვთ ჩემგან პასუხი, შემიძლია რომ დაგისვათ. სხვათაშორის ბოლო კვლევებით, ბოლო ყველა მნიშვნელოვანი ურთიერთობით და ტესტით საზოგადოებასთან მედიის გათავისუფლება ხელისუფლების ზეწოლისგან. სხვათაშორის მოსახლეობის 32%-ზე მეც მიაჩნია, რომ ეს არის პირველი რიგის საკითხი. არა ერთ-ერთი, არამედ პირველი რიგის საკითხი. ხაბატონო, თქვენ რაზე გაქვთ, რომ მე ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მუშაობ, ეხლა პირდაპირ მითხრით. მე არა, მე იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ არ შეურიგდებით ცდელობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს ბოლო პერიოდში ღია და აშკარა ფორმით. ყველა იმ ტელეკომპანიაზე, რომელსაც აქვს დღეს წამყვანი პოზიცია მედია სივრცეში, ჩვენ ვხედავთ ამ ზეწოლის ფაქტებს, სამწუხაროდ ეს ხდება წამყვან ტელევიზიებში, ეს არის რუსთავი 2, ეს არის ტელეკომპანია იმედ, მით უმეტეს რაც ბოლოს მოხდა. ეს არის ამ ტელეკომპანიაშიც მით უმეტეს ერთადერთხელ მოგვეცა ჩვენ შესაძლებლობა, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, გვესარგებლა პირდაპირ ეთერის საშუალებით. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რაზე გაქვთ ეჭვი, რომ გბლოკავთ ტელევიზია კონკრეტულად თქვენს პოლიტიკურ ძალას? მე პირდაპირ ვამბობ, ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ზეწოლა დაწყებული მედია სივრცეზე. ის ამას აკეთებს ღია ტექსტით, სამწუხაროდ ჩვენ ამას უყურებთ ყოველ დღე, მაგრამ ჩვენ აი ამ ეთერის გახსნისთვის, მათ შორის ძალიან ბევრი დებატების გახსნისთვის ინგა და სხვათა შორის თქვენ რო ეთერში დაბრუნებული ყავით, აი ამისთვისაც, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი გარანტი თავისუფალი სიტყვისა, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ დაასრულა საარჩევნო მარათონი და იყო მე მახსოვს დღეები გადაბმული, როდესაც ჩვენ მხოლოდ ამაზე ვმუშაობდით. მინიშნება მიღებულია ხალბატონო ეკარო, თქვენ იბრძოლეთ იმისთვის, რომ ჩვენ ყოფილიყავით პირდაპირ ეთერში, თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, მე არასოდეს არ დამიმალავს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ყოველთვის ზეწოლა ვარდების რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებით ჟურნალისტებზე. მე ამას ვამბობდი ღიად იმ დღიდან, რა დღიდანაც დაიხურა იგივე ჩემი გადაცემა, თუნდაც ტელეკომპანია მზეში და ამას ვიტყვი კიდევ ერთხელ გეუბნებით ბოლომდე, სადაც არ უნდა ვმუშაობდე. მე მაქვს ასეთი პრინციპი, რა ლოგოც არ უნდა გედოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდი მაყურებელს. მე გაძლევთ იმის გარანტიას, თუ იქნება რაიმე ზეწოლა, მე ამას ვიტყვი პირდაპირ ეთერში. რაც შეეხება იმას, რომ მე ვთქვათ ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მუშაობ, გაძლევთ აბსოლუტურ გარანტიას, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ამას ნახავთ შემდეგ ეთერში, ან იმ შემდეგ ეთერში, ყოველ შემთხვევაში უახლოეს ეთერში და ჩემთვის პირადად და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ელოდებოდა დღეს ოქრუაშვილის ჩართვას, იქნება ტესტი, რამდენად მოახერხეთ თქვენ ამ ზეწოლებისგან განთავისუფლება კიდევ ერთხელ ინგა, როგორც ეს არ გაგიკეთებიათ არაერთხელ. კარგი, ჩვენი ძირითადი საუბარი, მე მგონი, ჩემი და თქვენი პოლემიკით შემოიფარგლა. იმიტომ რომ მე ამიტომ აღმოვჩდი ამ ეთერში დღეს. კარგი, თქვენ მიპასუხებთ სხვა შეკითხვებზეც. სათავარ ინგა, სათავარ ძალიან მნიშვნელოვანი თემებზე მოგვიხდება ალბათ. კარგი, მე მინდა დაგისვათ მაშინ კითხვა კონკრეტულად ირაკლი ოქრუაშვილზე, ხალბატონო ეკა, აქვე გიდასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას, პირადად თქვენს მიმართ, თუმცა მე ეს პასუხი უნდა გამეცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კი იქნება რაიმე ზეწოლა, მე ამას აუცილებლად ვიტყვი პირდაპირ ეთერში. მითხარით ახლა ირაკლი ოქრუაშვილის თემა. იგი მართლა აპირებს ჩამოსვლას აპრილის დღეებში, მას შემდეგ რაც დაიწყება მიტინგები, თუ ეს არის უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა და არ შეესაბამება სიმართლეს. თქვენ გახსოვთ ინგა, რომ პირველი ეს ინფორმაცია გავახმოვანე მე, როდესაც
უმეტესობას დავბრუნდი საფრანგეთიდან, მე ინფორმაციის სისწორეს ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რაც შეეხება უფრო დეტალურად ამ კითხვებზე პასუხს, რომელიც ბუნებრივია, ვიცი, რომ საზოგადოებაში დაისმება და ეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, მსმენელისთვის. ყველა ამ კითხვაზე პასუხს თქვენ მოისმენთ თავად ირაკლი ოქრუაშვილისგან, იმიტომ რომ მე სულ ეხლა მივიღე პირობა, რომ მას ექნება შესაძლებლობა ჩართვის. ძალიან სახალისო ეთერი გამოგდის აშკარად, მე პირველად ვხედავ ასეთ ქალბატონ ეკაბესელიას ასეც, რომ მე მას უსვამ კითხვას და პასუხს ძალიან განაწყენებული, ინგა ძალიან შეშფოთებული, იმიტომ რომ მე მინდა დღეს მედიას არა კონკრეტულად თქვენზე დღეს ვარ კიდევ ერთხელ გაბრაზებული ხელისუფლებაზე, კიდევ ერთხელ ვარ აღშფოთებული, იმიტომ რომ ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს ასეთი ტიპის ჩარევებს, თავი უნდა დაანებოს პოლიტიკურ დევნას. მე ვიცი, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით ეშინია ოქრუაშვილის, ეს სხვათა შორის ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო პერიოდში, მით უფრო, როდესაც სულ რაღაცა 2 დღის წინ ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში ვანო მერაბიშვილი ძალიან უღიმღამოდ ცდილობდა გაეცა პასუხი კითხვაზე, რა მოხდება ოქრუაშვილი თუ ჩამოვა, მან თქვა რომ დაიჭერენ მას, სად გინახავთ თქვენ რომელ ქვეყანაში, რომელი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს წინასწარ ამ ტიპის განცხადებას, რომ პოლიტიკურ დევნილს იმ ისტორიის შემდეგ, რაც გაიარა ბოლო 1 წლის განმავლობაში ოქრუაშვილმა, რომ ის თუ ჩამოვა, მე მას დავიჭერ. აი ამ განცხადების შემდეგ, დღევანდელი ეთერის შემდეგ, იმ ჭორების შემდეგ, რაც ის იგივე მერაბიშვილის უნიჭო გონებაში იბადება და მე ამას ძალიან კარგად იტაცებენ სამწუხაროდ ის ადამიანები, ვინც ასრულებს ამ დავალებას, კიდევ ერთხელ ვწმუნდებით ჩვენ, რომ რა თქმა უნდა არის ეწოლა, მაგრამ ამავდროულად არის დიდი შიში ოქრუაშვილის მიმართ, მაგრამ ამავდროულად არსებობს საზოგადოებაში ამის საპირისპიროდ მოლოდინი. და სხვათა შორის ერთი ინფორმაციაც ინგა, რამდენადაც არ უნდა იყოს ეს ვიღაცისთვის გასაკვირი, ფაქტია, რომ ხელისუფლება, რომელიც ყოველ კვირა განსხვავებით ხაჩიძის ნათქვამისგან, რომელიც ამბობს, რომ დღედაღამ შრომაში არიან, კვლევებს ატარებენ მხოლოდ და საკუთარ რეიტინგებს ზომავენ, შეშფოთებულები და ძალიან განერვიულებულები არიან, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მათი რეიტინგი რო კატასტროფულად ეცემა, ყველაზე მზარდი რეიტინგი და პირადი ნდობა საზოგადოების მხრიდან ყველა პოლიტიკურ ლიდერთან მიმართებაში აქვს დღეს ირაკლი ოქრუაშვილს. აი რადგან ეშინიათ მის ეს კვლევები მე შემიძლია გადმოგიგზავნოთ, მე შემიძლია საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს ეს კვლევები, 3 ძალიან კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნა მაქვს, ამის შემდგომ არის ჩატარებული ეს კვლევები, მე შემიძლია გადმოგიგზავნოთ თქვენ დღეს გადაცემის შემდგომ ეს დასკვნა თქვენ ნახავთ რა ვითარებაა დღეს ამ იქნებოდა რომ თან წამოგიღო ჭორები ახსენეთ ოქრუაშვილი და მერაბიშვილი და მე მინდა ასეთი ინფორმაცია გკითხოთ ის ჭორი არ არის პრინციპში ალია აქვეყნებს ინფორმაციას თითქოს ვანო მერაბიშვილი და გივი თარგამაძე იმყოფებოდნენ ამ დღეებში პარიზში თითქოს ისინი შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს და საუბარი შეეხებოდა ოქრუაშვილის მხრიდან ბურჯანაძის და ალასანიას განეიტრალებას რომ მე აქ მაქვს ის ალიასის ნომერი რომელშიც ეს ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული მე მაინტერესებს რა სიტყვით ამაზე ქალბატონო ეკა იგა ძალიან საინტერესო ერთი რამ არის. აი თქვენ ახლა დღეს ამ კითხვას ვამთ ჩემთან. მე მაინტერესებს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, სადაც იჯდა მერაბიშვილი. და ცდილობდა როგორღაც აი ამ კითხვწინასწარ ალბათ მისთვის გავლილი 1000-ჯერ გადაღეჭილი მომზადებული პასუხები პირდაპირ ეთერში დაელაგებინა რა შეიძლება მწყობრად მე მაინტერესებს რატომ არ დაისვა კითხვა მის მიმართ არ ვიცი მე ვერ კონკრეტულად რატომ არ დაისვა კითხვა ეკითხათ მისთვის როგორ წარმოუდგენია იმ ჟურნალისტებს რომლებიც ამ ტიპის ინფორმაციებს ავრცელებენ რა თქმა უნდა მერაბიშვილის უწყების დავალებით რომ მინისტრი ხდება იმ ადამიანს პოლიტიკურ დევნილს რომელსაც თვითონვე ამბობენ რომ არა შესაძლებელია ეს არ დაისვა გადაცემის წამყვანის მხრიდან იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი ეს გადაცემა გადის პარასკევს მე კი ეს ინფორმაცია შაბათის ალიაში წავიკითხე ყველა ეს ინფორმაცია ინგა ყველა ეს ჭორი რომელიც ვრცელდება მე ვფიქრობ რომ გაქარწყლებულია სწორედ იმ განცხადებით რაც გააკეთა მერაბიშვილმა იმ ეთერში იმითაც რომ დღეს აქ ოქრუაშვილი არ არის ჩართული და ვარ მე და იმითაც რომ სხვათა შორის აი განცხადებები რომელიც კეთდებოდა რომ აი ძებნილი ადამიანი როგორ შეიძლება იყოს პირდაპირ ეთერში ძალიან მაინტერესებს რომელ კანონში წერიეს და სად წაიკითხეს რომ ძებნილი არ შეიძლება ჯერცერთ ძებნილი არ არის მოდ დავიწყოთ აქედან მას კონკრეტული ლეგიტიმური ადგილსამყოფელი და სტატუსი აქვს ის არის პოლიტიკური დევნილი და ხელისუფლების ჯავდებული შესაძლებელი
შესაძლებელია, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური დევნილის სტატუსი, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, ეს არის პოლიტიკური და სამართლებრივი სილის გაწნა სააკაშვილისთვის იმ გადაწყვეტილებებით, რაც გამოიტანა საფრანგეთის ხელისუფლებამ. თუ იგივეს აკეთებს და აპირებს ხელისუფლება ამჯერადად, ნახოთ. კარგით, ქალბატონო ეკა, ჩვენი დრო იწურება საუბრის. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი იმ გაერთიანების, რომელსაც დღეს წარმოადგენთ თქვენ კონსერვატორები კობა დავითაშვილი, იგივე ლევან გაჩეჩილაძე. რა სიტყვით, არსებობს ორი ასეთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ერთის მიხედვით შესაძლებელია ეს იყოს დასახელებული ირაკლი ოქრუაშვილი, ან იყოს ნინო ბურჯანაძე. მე მაინტერესებს თუ კი დანიშნავს სააკაშვილი ამ თქვენი მიტინგების შემდეგ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელი კანდიდატის გარშემო აპირებთ გაერთიანდეთ. ეს არის ჩემი ბოლო შეკითხვა. ინგა, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ და გვგრძნობთ რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. დღეს არ არის საპრეზიდენტო კანდიდატების პრეზენტაციების დრო. დღეს ქვეყანაში არის დრო, როდესაც სწორედ ამ ხელისუფლების მიერ შემოყვანილი რუსები, აქ ჩემ წინ ყოფის სტუმარი რო ამბობდა, ჩვენ არ გვინდა რუსები, მათ მიერ შემოყვანილი რუსები, მათ მიერ დაბეჭავებული ფეხქვეშ გათელილი ქვეყანა, იმისთვის რომ ფეხზე წამოდგეს. დღეს არ არის საპრეზიდენტო კანდიდატების წამოყენების დრო. ჩვენ მემზადებით 9 აპრილისთვის და მე მინდა ყველას უთხრა. 9 აპრილს ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში მართლა ღირსებაა მთავარი. არა ის ღირსება, რომელიც მილებზე, შუგზე, გზაზე გადის. ღირსება, რომელზედაც გადის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ვისთვისაც ეს არის მთავარი. 9 აპრილს ჩვენ უნდა მოვიდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ფიქრობთ, ხო, ინგა, არა, ეს მოწოდება არ არის, ჩვენ ბუნებრივია მას ყოველდღე ამბობ და ვემზადებ. ბუნებრივია ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საკმაოდ რთული ამოცანა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შევცვალოთ მოკლე დროში. ბუნებრივია ვის ფიქრობს, რომ 10-ში გაიღვიძებს ახლა ქვეყანა სააკაშვილის გარეშე, ეს არის საკმაოდ ესეთი თავის მოტყუება, თუმცა ეს არ არის შეუძლებელი, მაგრამ ის ხალხი მოკლე დროში ეს მოხდება, თუმცა თუ ვინმეს მიაჩნია ინგა, რომ შეუძლია თავისი პროტესტით, თავისი მონაწილეობით, თავისი რესურსით ამ პროცესში, ამ პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა მიიღოს, უნდა მოვიდეს. ვიზი არის გაპრესებული და ვიზი არ არის გაპრესებული. ეს უნდა ვთქვა. აი ხა მე წეღან დაგისვით შეკითხვა საპრეზიდენტო კანდიდატებზე. თქვენ ამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ხალხი, რომელსაც აქვს პროტესტი მოვიდეს. იმ ხალხისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვინ მოვა ამ სააკაშვილის შემდეგ, თუ კი მე არ მომწონს სააკაშვილი, მე გამოვდივარ მიტინგზე, მე მას ვაპროტესტებ, არ მაქვს უფლება ვიცოდე, ვის მთავაზობს შემდეგ პოლიტიკური ელიტა. მე იქნებ დავრჩე მოტყუებული, ვიდეს ჩემი მონაწილეობით სააკაშვილი პოლიტიკიდან და უცბად შემჩეს ხელში ადამიანი, რომელიც მე არ მინდა. ეს ესე არ არის. კი, კითხვა არის ძალიან ლეგიტიმური, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს კითხვა არის მეორე ეტაპის კითხვა. ან ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ძალიან კარგად ეს პროცესი. ჩვენ დღეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, რატომ უნდა შეიცვალოს სააკაშვილის ხელისუფლება? ამაზე კიდევ ერთხელ პასუხი დამეხმარა და ბატონი ხაჩიძე ძალიან კარგად პასუხობდა, აი ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუნდაც, რომ აი ესე არის ლაპარაკობს. მიშა მაგარიას ტონალობაზე არ იმღეროს ქვეყანამ და ბევრი მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ რუსები რო აი მოახლოებული არიან და თუნდაც იმიტომ რომ 100-ზე მეტი სოფელია დაკარგული, თუნდაც იმიტომ რომ ამდენი ადამიანია ჩახოცილი და ასე შემდეგ, მაგრამ ვინ იქნება საპრეზიდენტო კანდიდატი? ეს არის მეორე ეტაპის ამოცანა, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, გეგმაც გვაქვს, სხვათა შორის ახლა ბატონმა ხაჩიძემ და კიდევ ვიღაცებმა რო არიციან ეს იმას არნიშნავს, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს. იმ შეცდომების მერე, რაც ოპოზიციამ დაუშვა გასულ ეტაპზე, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესებისა, სწორედ იმიტომ, რომ იგივე არ განმეორდეს, ჩვენ ყველა ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მოშორდეს ამ ქვეყანას და ქვეყანა განთავისუფლდეს. თუ ამისთვის ხალხი მზად არის დღეს, მე ყველას მინდა უთხრა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. უკან დასახევი გზა არ არის, იმიტომ რომ ჩვენ აი როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ბრძოლის წინ უკან რო ჩაიხერგავდნენ გზას, ჩვენ ასე უნდა ჩავიხერგოთ, იმიტომ რომ ქვეყანას სხვა არჩევანი არ აქვს. და რომ არ წავიდეს ეს კაცი. თუ იქნება ერთიანობა ინკა, თუ იქნება ერთსულოვნება, თუ იქნება იმის მსავ. არა, მე ყოველ გადაცემაში მიწევს აი ამ შეკითხვის დასმა. უკან დასახევი გზა უნდა ჩავიხერგოთო. აღარ არსებობს უკან დასახევი. ამ დროს პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არ აპირებს რომ დანიშნოს არჩევნები და რას აპირებთ შემდეგ? ბუნებრივია. თუ კი აღარ გაქვთ უკან დასახევი. ჩვენ ვიქნებით აი ამ მშვიდობიან კონსტიტუციურ, ძალიან ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვას, რომ მათ მიერ შეშინებული საზოგადოების ნაწილისთვის კიდევ ერთხელ ცხადი გახდეს, რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და კანონიერი, ვიქნები ძალიან პრინციპულნი და უკან დაუხელოვნი. თუ გვინდა, რომ ჩვენ ქვეყანაში მართლაც სამართალი, ზნეობა, ღირსება, კანონი აღვადგინოთ,
და ქვეყანაში პირველ რიგში აი სწორედ თბილისამდე მოახლოებული ოკუპანტი მას უკან დავახევნოთ, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ამ ხელისუფლების ცვლა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რას ვაკეთებთ ამ ცვლის შემდგომ, ჩვენ ვიცით ვინ უნდა იყოს ის ადამიანები, ვისაც საზოგადოებამ ხმა უნდა მისცეს, მაგრამ ეს არის მეორე ეტაპის ამოცანა. ჩვენ პირველ რიგში ესა გვაქვს გასაკეთებელი და მე კიდევ ერთხელ ამ ეთერს დავტოვებ ინგა იმ პირობით, რაც თქვენ ახლა მითხარით, მე მჯერა რომ თქვენ ამ პირობას შეასრულებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან მაღალი ღირსების გრძნობა აქვს. ჩვენ ამას ვნახავთ ძალიან მოკლე მომავალში, როდესაც ჩვენ გვექნება დიდი მადლობა, თქვენ მემიტარებთ ახლა ტესტ თუ ეს ტესტი იქნება საზოგადოებისთვის ტესტი, რამდენად თავისუფალია თუნდაც ეს ეთერი, ეს გადაცემა ხელისუფლების ეწოლისგან. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ვერ გეტყვით რომ ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის იმის მოსმენა თუნდაც რომ თქვენ შესაძლებელია ეჭვგეპარებოდეთ რომ მე მაკონტროლებს თქვა ხელისუფლება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეტყვით, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში პირდაპირ ეთერში ამას გაიგებდა მაყურებელი და გაიგებს კიდეც მომავალში ისევე როგორც ეს არაერთხელ ჩემგან ან სხვა ჩემი კოლეგისგან ყოფილა. დიდი მადლობა. ხალბატონო ეკა გისურვებთ წარმატებებს. ამ პრობლემებზე აღარ ვისაუბროთ ძალიან მალე და ვისაუბროთ სწორედ ქვეყნის აღმშენებლობაზე. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ ეს იყო ეკა ბესელია, ხოლო თუ გაინტერესებთ, რას ფიქრობს მოახლებულ 9 აპრილზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, როგორია მისი პოზიცია მთავარ თემაზე, უნდა გადადგეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, არ გადართოთ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ედვარდ შევარდნაძის პოლიტიკური კვირა, იგი საუბრობს სააკაშვილზეც, ოქრუაშვილზეც, ბურჯანაძეზეც, ალასანიაზეც, გაჩეჩილაძეზეც. სააკაშვილი მე არ მინახავს, მეუბნებიან რომ იქ იყო და იყო გამხეცებულიო და არის გამხეცებული იყო და დაწნარებული იყო, თუმცა მე ვერ შევხედე საყეზე, მაგრამ რაც მე ტელევიზიაში ვნახე პირველ არხზე, შემზარა. უბრალოდ შემაშფოთა. მე მიმაჩნია რომ ეს ძალიან საშიში მოვლენა. თავისთავად ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა. ლაპარაკობს რომ ჩვენ დავალპობთ ამ ხელისუფლებას, დავალპობთ ციხეებში, გვარების ჩამოთვლით, პრეზიდენტით დაწყებული და მთავრებული რწმუნებულებით და სხვებით, რა ელოდება საქართველოს. საქართველოს კიდევ 37 წელი ჭირდება? ციხეებში დაალპობა ჭირდება ხალხს? კიდე პრეზიდენტი იყოს, კიდე მინისტრები იყოს, სხვები იყვნენ, მოხალხეები. ეს არის დღევანდელი დღის ამოცანა, დღევანდელი დღის მოთხოვნა? გურჯი ქრეჩის გურჯი ხათუნი გურჯი ხათუნი გურჯი ხათუნი ო გურჯი ხათუნი გურჯი ხათუნი ის იყო ყველაზე ლამაზი, ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე განათლებული და ყველასათვის სასურველი. მას შენატროდნენ, მასთან მეგობრობაზე ოცნებობდნენ, მისმა დიდებამ ლამაზი ცხენების მხარესაც მიაღწია. ის იყო ორი სამყაროს დედოფალი, ორი რელიგიის მშვენება და უამრავი ხალხის მფარველი. მისი გულისთვის გულის გარშემოცებამდე. გურჯი ხათუნი, დედოფალი, პრინცესა, ბატონიშვილი, ქალი, რომელმაც ლეგენდები შექმნა და თავადაც ლეგენდად იქცა. დღემდე სჯერათ, რომ მისი აჩრდილი კაბადოკიის კლდეებში იღვიძებს. მისი სული კი კონიისცაზე ზურმუხტისფერ გუმბათთან ლიცლიცებს. ჩვენც ამ სულის საძებნელად გავეშვებთ. პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, რა სიტყვის სააკაშვილის წინამორბედი პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე და რა პროგნოზებს გააკეთებდით პირადად თქვენ. მოდით დავიწყოთ დღევანდელი ამბები. წინ არის 9 აპრილი, ოპოზიცია ამბობს, რომ 9 აპრილს ისინი დაიწყებენ გამოსვლებს. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტ სააკაშვილს სასწრაფოდ დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში პირობას დებენ, რომ დიდი მიტინგები დაიწყება, რომელიც აღარ დასრულდება იქამდე, ვიდრე არ გადადგება ქვეყნის პრეზიდენტი. საინტერესოა, რას იტყვის ამ ყველაფერზე ედუარდ შევარდნაძე, რას ურჩევდა იგი დღევანდელ პრეზიდენტს, როგორია თქვენი ხედვა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე? ესე იგი, მდგომარეობა რომ უკიდურესად გაზაბულია, მის მტკიცება საჭირო არ არის, ყველა მოქალაქე გრძნობს, ყველა ხედავს. ჩვენო მოსახლეობამ საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო საპროტესტო აქციები როცა ჩატარდა ნოემბერში, იანვარში რამდენიმე ასეთი აქცია იყო და ერთ-ერთ აქციაზე როგორც მახსოვს დაახლოებით 250,000 კაცი გამოვიდა და მე მგონი მაშინ ასეთი აქტივობის დროს ოპოზიციამ დაუშვა სერიოზული შეცდომა. რა შეცდომაზე საუბრობთ? ამდენი ხალხი რომ გამოვა ქუჩაში, ეს ისეთი ძალა, რომლის გამოუყენებლობა შეცდომაა და დანაშაულიც არის. მაგრამ მეორე მხრივ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი მარტო ოპოზიციას არ გამოუყვანია. ხალხი რომ გამოვიდა, ოპოზიცია მერე დაიწყო თავისი ადგილის ძებნა და მერე ჩაუდგა სათავეში სხვა ჯგუფებს, მათ შორის იმ მოსახლეობას, რომელიც პროტესტის ნიშნად გამოვიდა ქუჩაში. როცა ამბობთ, რომ ამდენი ხალხის არ გამოყენება იყო შეცდომა, როგორ უნდა გამოეყენებინა მაშინ ოპოზიციას ეს ადამიანები? ხალხი როცა აქტიურია და მაშინ აქტიურობის უმაღლეს დონეზე იყო ხალხის აქტიურობა, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს, თუ აქვს მიზანი, თუ აქვს ამოცანა და ამოცანა მაშინ რა იყო? ამოცანა იყო ხელისუფლების შეცვლა. მე არ ურჩევდი ოპოზიციას, რომ ძალიან მშვიდად იყოს და დარწმუნებული იყოს იმაში, რომ თუ აქცია გაგრძელდება რაღაც 10 დღე ან 15 დღე ან თუნდაც 1 თვე, სააკაშვილი პოსტ მიატოვებს და ოპოზიციას დაემორჩილება. ასე არ მოხდება. მაშ რა მოხდება? რა უნდა ქნას აბა ოპოზიცია? ოპოზიციას უნდა ქონდეს გეგმა. მე ბევრს ვიცნობ, ბევრსაც არ ვიცნობ, ვინც არიან. მაგალითად ალასანიას ვიცნობ, გამყრელიძეს ვიცნობ, გაჩიშილაძეს ვიცნობ და ზოგიერთ სხვებს. თავისთავად კარგი ბიჭები არიან, მაგრამ მე მგონი გამოცდილების უქონლობა, გამოცდილების არასაკმარისობა მან ძალიან ძვირად დაუჯდათ. ეხლა გამოცდილება მეტი შეიძინეს. მაგრამ ეყოფა თუ არა ეს გამოცდილება, ამით თქვა ძალიან ძნელია. ეხლა უნდა ქონდეთ უკვე ჩამოყალიბებული მოსაზრებები, თქვათ, წავიდა სააკაშვილი. დიახ. მე რა მოხდება? ვინ მოვა მის ადგილზე? ისევ ალასანია თქვათ, ახალგაზრდა კაცია, ჭკვიანია, განათლებულია. მას ასახელებენ ან გამყრელიძე, ოპოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, რა მოხდება, რა იქნება. სააკაშვილი თქვათ, წავიდა. სააკაშვილის შემდეგ რა მოხდება? ეხლა ბევრი ამბობს არჩევნებს დავნიშნავთ, არჩევნებს ჩავატარებთ. ეს პრინციპში სწორია. მაგრამ არჩევნების ჩატარება ასე იოლი არ არის საქართველოში. ოპოზიციაც გახლეჩილია. დიახ. ნუ გარკვეული წინააღმდეგობია მათ შორის და ყველაფერზე ვერ თანხმდებიან. ეს ძალიან ცუდი ნიშანია და ჩემი აზრით ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ურთიერთდაპირისპირება საწინააღმდეგო ღონისძიებები რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს. მე არ ვამბობ, რომ ყველა ერთ ხმაზე მღეროდეს და
ერთხმაზე საუბრობდეს, მაგრამ ოპოზიციას უნდა ქონდეს ჩამოყალიბებული პროგრამა, რას უნდა მიაღწიონ, რა უნდათ და რისთვის იბრძვიან. და ეს ხალხს უნდა გააგებინონ. ბატონო ედვარდ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი თქვენ ამბობთ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მზად იმ შემთხვევისთვის, თუ კი წავა სააკაშვილი. მაგრამ თუ არ წავა სააკაშვილი, აი მე მაინტერესებს რა სიტყვის ედვარდ შევარდნაძე. ამ შემთხვევაში როგორ განვითარებას ელით მაშინ პროცესებისას? თქვენი აზრით ოპოზიცია როგორ უნდა მოიქცეს? სააკაშვილი დღეს გამოდის და ამბობს, რომ ის არაპირებს დანიშნოს არჩევნები. ამასვე ამბობს ხელისუფლების გუნდის თითქმის ყველა წევრი. თუ არ წავიდა სააკაშვილი, აი ამ შემთხვევაში რა მოხდება? ეხლა მე მარშიალობას ვერ დავიწყებ. ეს დამოკიდებულია რამდენად ძლიერია ოპოზიცია და რამდენად უჭერს მოსახლეობის სულ თუ არა დიდი ნაწილი მაინც ოპოზიციას ხარს. ამაზეა დამოკიდებული. მე მგონი ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, რომ მასიური მხარდაჭერა მიიღო. ისე ერთ კითხვაზე გამეცით პასუხი, თქვენი აზრით სააკაშვილი უნდა წავიდეს თუ არა? ჩვენ ვიცით ოპოზიციის განცხადებები, ისინი ითხოვენ, რომ სასწრაფოდ უნდა გადადგეს. რას ფიქრობ შევარდნაძე? უნდა წავიდეს თუ არა? თქვენ ვარდების რევოლუციის დროს გააკეთეთ თქვენი ცნობილი განცხადება, წავედი სახშიო და დღეს თქვენ სახში ვწერთ ამ ინტერვიუს. მე მაინტერესებს დღეს რა სიტყოდით სააკაშვილს. სააკაშვილი, როგორც მე ვიცი, ეხლა სხვადასხვა ხასიათი, სხვადასხვა ბუნების ადამიანები არიან, სხვადასხვა პრინციპების. მე ჩემი პრინციპების ერთგული ვიყავი. ჩემთვის მაშინ, როცა როგორც თქვენ ვზანეთ, სახში წავედი, ჩემთვის თავარი იყო სისხლი არ დაღვრელიყო. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული იყო, მე ჯერ კიდევ პრეზიდენტი ვარ და ვარ მთავარსარდალი, ესე იგი, რასაც არმიას უბრძანებ, იმას შეასრულებს. მაგრამ შემდეგ როცა სახში ბრუნდებოდი, მანქანაში ჩემთვის ვფიქრობდი. აქეთ მხარესაც ქართველები არიან და იქეთ მხარესაც ქართველები. დაიღრება ძალიან დიდი სისხლი. რა თქმა უნდა, ჯარი გაიმარჯვებს, რადგან ჯარს აქვს შეერაღება, გაცვლილი არიან და ყველაფერი. მაგრამ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს თუ სისხლი დაიღრება? სისხლი არ უნდა დაიღვალოს, ეს იყო ჩემი პრინციპი. და მაშინ გავაუქმე საგანგებო მდგომარეობა, მანქანაში როიჯექი მანქანიდან დავრეკე კანცელარიაში, გამოვითხოვეთ ეს ბრძანებულება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ და მართლა სახში მივედი და მაშინ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო და მეუბნება, მე ძალიან კარგად ვიცი რა არის საგანგებო მდგომარეობა. შენ რა სისხლი გინდა დაყვარო? მოთხარი სისხლი არ დაიღვრება, მაგრამ შენ ციცოდე და ყველა მას ხვალ ამის შესახებ ოფიციალურად გავაკეთებ განცხადებას, რომ ხვალიდან მე პრეზიდენტი არ ვიქნები. ესე იგი სისხლი დააღვრილიყო, მე ისევ პრეზიდენტი ვიქნებოდი, მაგრამ რა თქმა ასეთ პრეზიდენტობა ხალხის სისხლის ფასად შენარჩუნებული თანამდებობა. ეხლა ბატონი მიხეილი ცოტა სხვა ხასიათის კაცია. როგორ? მე არ მახსოვს არც ერთი შეკრება მოსახლეობის, დიდი თუ პატარა შეკრება, როცა მივიღებდი ცნობას, რომ მუხროვანში მაგალითად ბატალიონი ამბოხდა და იმას სხვა ბატალიონებს შევერთდნენ, ვიცოდი, რომ დაგეგმილი იყო, ჩემთვის უნდა ესროლათ. ავედი, დაუძახებ ბატალიონების უფროსებს, ოფიცრებს, დაახლოებით ერთი ასოციკაცი იყო, 2 საათი, 2 საათნახევარი ვისაუბრეთ, შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა ბატალიონი თავის ბაზაზე დაბრუნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი დაგეგმილი იყო, უნდა ესროლათ. ესე იგი, პოლიტიკოსი თუ ხარ, უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ როცა ხალხის ინტერესები მოითხოვს ამას, თავი გაწირო. და შეიძლება გადარჩე კიდეც.
როდესაც თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი სხვა ბუნების კაციაო, რას გულისხმობთ? ანუ როგორ უნდა მოიქცეს იგი? რას ურჩევთ თქვენ მას? როგორც მისი წინამორბედი პრეზიდენტი, ამჟამად მოქმედ პრეზიდენტს, თუ კი დაიწყება მიტინგები, თუ კი ეს იქნება მასშტაბური, თუ კი სიტუაცია დაიძაბება პოლიტიკურად, როგორ უნდა მოიქცეს? ეს უკვე იყო. დაზაბულიც იყო, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. როდი 7 ნოემბერს? 7 ნოემბერს და მანამდეც. დიახ. და 7 ნოემბერის თვალსაჩინო იყო პიკი. დიახ. პიკი იყო. ესე იგი, დიდი რაოდენობით ხალხი იყო და მე არაფერი ცუდი არ მინდა უსულო ჩვენ პრეზიდენტს, მაგრამ მისი შეცდომა ის არის, რომ ხალხთან უნდა ჩასულიყო. როცა პირველად შეიგრівენ, არ იყო პირველი შეკრება, თქვათ 200 ან 300 კაცი იყო. მაშინ უნდა ჩასულიყო და დარწმუნებული ვარ, იმის მესამეც რო შევირებოდა, რასაც თავის საარჩევნო კომპანიაში ფიდებოდა ადამიანებს, ის ხალხი დაიშლებოდა. იქ არ ხულიგნები იყვნენ, არ ბანდიტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები იყო, რომელთაც ერთადერთი თხოვნა ჰქონდათ. მოგვეცით სამუშაო, შიმშილით ვხვდებით. არ ჩავიდა. ეს იყო მისი შეცდომა. მეორეჯერაც უნდა ჩასულიყო, მესამეჯერაც. ეხლა რაც შეეხება გადადგომასთან დაკავშირებით, ზურა ჟვანიაძეს ვთხოვეთ, მე თქვა რამდენიმე სიტყვა. მე უკვე გადადგომაზე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და ყველაზე გამოკვეთილი ოპოზიციონერები იყვნენ სააკაშვილი, ჟვანია და ნინო ბურჯანაძე. დიახ. და ბიჭებს შევატყობინე, რომ შევხვდეთ მეთქი. კიდევ მეორე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს. ვინ ბიჭებს? სააკაშვილი და ჟვანია. ბურჯანაძე არ მოვიდა. თვალშორის თავი დროზე საკმაოდ ჭკვიანი ხალხი გოგო იყო, დეპუტატად ავირჩიეთ. კარგად მუშაობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მასთანაც, მის ოჯახთან და ნათესავები ხართ მართლა, მეჯვარეები, ნათლიები რო არის ეს ხმები? არ არის, მაგრამ კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მე მაშტა რომ ამ ხალხს, ამ გოგოს კარგი მომავალი აქვს. ნუ მომავალი კი კაი ჰქონდა, მაგრამ მე ხო ყველაფერი კრახი დასრულდა. კრახი დასრულდა, თქვენ ფიქრობთ ბურჯანაძის კარიერა? რა თქმა უნდა. უკვე დასრულებულია? მე მგონი დასრულებულია. შეიძლება კიდე რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ბურჯანაძე რო გადამდგარიყო მაშინ, აი ნოემბრის მოვლენების დროს, როცა ანდა მაშინ როცა მისი სამუშაო ოთახის წინ ბიჭები შიმშილობდნენ. 12 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ და ერთი ისა აქვიებას პლედია თუ ისა. პლედების სკანდალს ეძახიან ამას, რომ არ მიაწოდა, არ მისცა საშუალება შეეტანა. არ მიაწოდა. ასეთი ბევრი ჩამოთვლა შეიძლება და ნუ ახლა ხარი როცა ხარ, განსაკუთრებით ქალი, მამაკაცი კიდე გასაგებია. შეიძლება უფრო ნაკლებად გზნობიარია და ქალი ხარ, შვილი ყავს, ხვარი ყავს, ოჯახი ყავს, ხალხი შიმშილობს შენ კაბინეტში. რა თქმა უნდა გამოსულიყო. ამას გაუხსენებენ, აუცილებლად გაუხსენებენ. რამდენისა უნდა იყოს მისი რეიტინგი 20, 30 თუ 40 არა? როცა არჩევნების დრო მოვა და არჩევნები დაინიშნება, ნინოს ამას გაუხსენებენ. და იმას გიყვებოდი, ორნი მოვიდნენ, მოვიდა სააკაშვილი, მოვიდა ჟვანია. დიახ. და ვეკითხები და გვერდით მიზის ავთო ჯორბენაძე. მაშინ სახელმწიფო მინისტრი იყო, ისიც გადაბირებული ყოფილა. სხვა შორის აფხაზეთში ერთად ვიბრძოდით, მართლა მაგარი მებრძოლი იყო და ჰოსპიტალი გახსნა და უგუმბალობდა ადამიანებს. და ავთოს თხოვე რომ არ შეერიო საუბარში მეთქი. ხო და ეს ორნი ზიან ჩემ მოგრეისში რომ ხარეს და ვეკითხე ბიჭო რა გამოსვალია. შვანი ალაბარაკდა პირველად. რა თქმა უნდა ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალი იქნებოდა პრეზიდენტის გადადგომა. მაგრამ ჩვენო თქვენი გადილები ვართ ამას როგორ გაგიბედავთ. სააკაშვილს იგივე გაიმეორა. და
მეოთხარი მაშინ საქმე დამთავრებული ყოფილა, მეწუხელ მიიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის. ნუ ხედავ დაიბნენ კადრების შემორჩენილია, როგორც ჩანს გაშავდნენ კიდეც, ალბათ ელოდან რომ მე დავიწყებდი ვაჭრობას, ცოტა ხანს კიდე დავრჩები და რაღაცები და მეუბნები რომ უნდა მორჩა. ჩემი საკითხი გადაწყვეტილია. არ ელოდნენ ამას. გარეთ პრესაიების მუშაკები იყო, სხვა შორის მე როცა ჩამოვედი თბილისში, მოსკოვიდან დაბრუნდი თბილისში, წესად ხონდა ყოველ შაბათს რადიო ინტერვიუს ვაძლევდი, ატონიანს მიყავდა და აინტერვიუს შემდეგ მართავდი პრესკონფერენციას. მე ვიყავი ხოლმე ამ პრესკონფერენციის მონაწილე ყოველთვის. ძალიან კარგად. და ძალიან გამორჩეოდი. მადლობა. მადლობთ. ეს იყო ხო, ეს ტრადიცია იყო ყოველი ორშაბათი შეხვედრა, ვთქვა და კითხვების დასმის საშუალება პრეზიდენტისთვის. დღევანდელი გადასახედიდან ეს კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება ეს პროცესი. მე როგორც ჟურნალისტი ამას ვიტყვი პირდაპირ ყოველგვარი მორიდების გარეშე. ბატონო ედვარდ, მიპასუხეთ კონკრეტულად, უნდა გადადგეს თუ არ უნდა გადადგეს დღეს სააკაშვილი? დავამთავრებ რა. მე ვიცი თქვენ ხართ გამორჩეული დიპლომატი, მაგრამ მე მინდა თქვენი კონკრეტული პასუხი. მე მიყვარს თორსა აზრის გამოთქვას ვიწყებ, იმას ვამთავრებ. კარგით, მივიღებ შენიშვნას, გისმენთ. და შევთავაზე ზურას და მიშას გადით ახლა ეგ პრესაა და გადი და დაელაპარაკეთ მეთქი. არა ჯერ თქვენ გადით. არა და ხასიათზე ვერ არიან, როგორც გითხარი გაშევებული არიან. გავედი პრესასთან, სულ ნაცნობი იყო ერთი 60-70 ძირითადად ქალბატონები, ქალიშვილები. ხო და რა ქეინთო და ეგრე ჟურნალისტები მეკითხებიან. გარავდექი მეთქი. იონა ეხლა სამიდიხარ. სახლში მეთქი. იონა გიშვებენო? რასო ჩემინები გარავდექი და რაც კი არ იშვებენ. ხო და მართლა წავედი სახლში. სხვა შორის სააკაშვილი სომხეთის პრეზიდენტთან ერთად მოვიდნენ მაშინ, როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. დიახ. მივესალმე და ერთადერთი თხოვნა მქონდა. მომეცით უფლება ეზოში დავასაფლავო. დამთანხმდა, მადლობა გადაუხვა და ხელი ჩამოვარდა და ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მე არ დავურეკავს, მე არ ურეკავ. ჩემს გარეშეც მართავს ქვეყანას, როგორ მართავს ამას ხალხი შეაფასებს. არის ასე. გინდებათ ხოლმე რომ დაურეკოთ და რაღაც რჩევა რომ ისცეთ, რამე თქვენი აზრი გამოდგა. არავით არის სურვილი არ მაქვს. მაინც არ მიპასუხეთ პირდაპირ. უნდა გადადგეს თუ არ უნდა გადადგეს დღეს სააკაშვილი. თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორც პოლიტიკოსი შევარდნაძე, როგორც მოქალაქე შევარდნაძე, აი თქვენი პოზიცია როგორია? მე უკვე გითხარი. ადამიანია და ბუნება, კაცია და ბუნება. ადამიანის ხასიათია, ბევრი რამ დაგული, როგორი ხასიათი გაქვს, როგორი პრინციპები გაქვს. ეხლა გითხარი, როცა კრიზისული სიტუაცია პოლიტიკოს უნდა შეეძლოს თავის განწირვას. გასაგებია. ბატონო ედვარდ, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ეხლა გადადგეს თუ არ გადადგეს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს და ხალხს უნდა უპასუხოს მე. კარგით, მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, ჩვენ წეგან საუბრობდით ოპოზიციის ლიდერებზე. დღეს ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე იყვნენ, თქვა, თქვენს ხელისუფლებაშიც, შემდეგ იყვნენ სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი ფიგურები და დღეს არიან ოპოზიციაში. თქვენ ისაუბრეთ ნინო ბურჯანაძეზე. მე მინდა აი კონკრეტულად მიპასუხოთ თქვენი აზრით, ოდესმე ექნება თუ არა მას შანსი გახდეს პრეზიდენტი და ასევე ექნება თუ არა შანსი იგივე ირაკლი ალასანიას. იმიტომ რომ დღეს არის გამოკვეთილი რომ ეს ორი ადამიანი თუ კი დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები ალბათ ყველა ვარიანტში იყრის კენჭს. თქვენ როგორ ფიქრობთ რომელს უფრო მეტი უპირატესობა ექნება თუ კი ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მომავალში? რა არის იცით მე ქალბატონინოს უკვე გამოვთქვი აზრი მე არ მჯერა რომ ხალხი მას პრეზიდენტად აირჩიოს. ალასანიას შეიძლება ერჩიონ ძალიან ჭკვიანია, ძალიან განათლებულია, ჩემთანაც მუშაობდა. იცნობთ პირადად მას? ვიცნობ. თუმცა ახლა ურთიერთობა არ ქონია.
მაგრამ ერთი რამ ვიცი რომ აფხაზეთში მამამისი აფხაზეთში დაიღუპა და აფხაზეთის საქმეებს განაგებდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და იქ საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა. ამას მოხერხება უნდა. და როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ნაცნობი ყავს ერთიანობის ორგანიზაციაში, ჩვენი წარმომადგენელი იყო და იქაც შესანიშნავად მუშაობდა. ახალგაზრდა თორსტები 35 წლის. ეხლა გახდა 35 წლის დეკემბერში. ეხლა მე რომ კაცმა მკითხოს, ახალგაზრდა კაცს პრეზიდენტად არ ავირჩევდი. სხვაშორის ჩინელებს აქვს ასეთი ტრადიცია. პირველად ირჩევენ პიროვნებას, რომელსაც შეუსრულა 60 წელი. 60 წელი. და 70 წლამდე აქვს უფლება იყოს პრეზიდენტის პირველი პირი. გამოცდილების ამბავია. გამოცდილების ამბავია. გამოცდილება პოლიტიკური იყოს, იქნება ეს თუ შრომითი გამოცდილება. დიახ. ორგანიზაციული ეს არის მთელი აკადემია. მე რომ კაცმა მკითხოს, ეხლა მე არ მინდა ირაკლეს ვაწყეინო, კარგი ბიჭია, ნამდვილად კარგი ბიჭია, კარგი მომავალი აქვს, მაგრამ მე რომ კაცმა მკითხოს, მას დავნიშნავდი პრემიერად. პრეზიდენტად უფრო ასაკოვან პიროვნებაში ვარჩევდი. გეგულებათ ასეთი ვინმე დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ვისაც თქვენ პირადად მისცემდით ხმას, როგორც პრეზიდენტს, თუ კი დაინიშნებოდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. თქვენთვის თუ გიფიქრიათ, რომ აი ვიღაც, ვისაც მისცემდით თქვათ ხმას ამ არჩევნებზე? მე ეს ორი კაცი მეგულება. ვინ? აი ვინ? რო გიპასუხო ამ გვარის დავასახელო, მე იმ პიროვნებას უნდა დაურეკო და ვთხოვო ნებართვა. ფიქრობენ ისინი სამომავლოდ რაღაც მსგავსზე პრეზიდენტობაზე? ერთ-ერთთან ჰქონდა საუბარი, მაგრამ მას დიდათ არ ეხალისება. სხვაშორის გამოცდილებაც აქვს, ძალიან კარგი კონტაქტები აქვს რუსეთში. დამაინტრიგეთ ახლა. ძალიან კარგი კონტაქტები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ერთ-ერთი შეხვედრის დროს ჟურნალისტს პასუხობს. რატო თქვენი რატო გებძვიანო? რატო გაკრიტიკებენო? ეს კაცი პასუხობს, მაკრიტიკებენ იმიტომ, რომ მოსკოვში ცხოვრობდიო, კუნდალობდიო ბრეჟნევსო, კუნდალობდი ანდროპოვსო და ბოლო დროს კუნდალობდი შევარდნაძესო. ეს შორტო. ეხლა გამოიცან ვინ არის. მიშველი. კარგი კაცია, ასაკის ნორმალური აქვს. ერთი 4-5 წელი შეუძლია იყოს პრეზიდენტი. ბარი მითხარით სახელი და გვარი. არ გეტყვი. კარგით, ამას მისი მიმართვის გარეშე ვერ გეტყვი. მინდა ასევე კითხოთ, ვთქვათ იგივე სხვა ლიდერებზეც. შალვა ნათელაშვილი ასევე აპირებს დააყენოს საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავი. რა სიტყვით მის შანსებს რამდენად ხედავთ თქვენ? შალვა უნარიანი კაცია, საკმაოდ ნაკითხიც, პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა, მარცხის გემოციცის. ეხლა აქვს მას პრეზიდენტობის შანსი? ვერ გეტყვი, ძალიან ძლიერი სათქმელია, მე უკვე გითხარი რა თვისებების მატარებელია. კარგით, მაშინ კიდევ ერთი კითხვა. განათლება საკმარისი აქვს, მაგრამ როგორ პრეზიდენტი იქნება, ეს ღმერთმა იცის. ლევან გაჩეჩილაძეზე რა სიტყვით და მე დავსვავ შემდეგ შეკითხვას. ლევანი როცა იდგა მისი საკითხი, მაშინ რო ერჩიათ პრეზიდენტად და მაშინ სწორად მოქცეულიყო, ეხლა უკვე გამოცდილი პრეზიდენტი იქნებოდა. ისე კარგი პიროვნებაა, როგორც ვიცი, αλλά პირადი უშუალოდ არ მაქვს, საკმაოდ გონიერი კაცია და რისკზე წამსვლელიც არის. მაგრამ როცა საჭირო იყო, რისკზე ვერ წავიდა. და კიდევ ერთი ადამიანი მინდა გიხსენოთ, ეს არის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ასევე შესაძლოა
დასახელდეს მომავალში თუ კი იქნება ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტობის კანდიდატად. რა სიტყვის ედვარდ შევარდნაძე ირაკლი ოქრუაშვილზე. ისიც ასევე უკვე გახდა 35 წლის, ამჟამად იმყოფება პარიზში და ამბობენ კულუარებში, რომ შეიძლება ოპოზიციის ერთმა ნაწილმა საკუთარ მომავალ ლიდერად სწორედ ოქრუაშვილი შეარჩიოს. თქვენ როცა მოусმინეთ მის განცხადებებს, მის წასვლას, მის სენსაციურ გამოსვლებს, აი რა აზრი გაქვთ მასზე? მე მგონი ეს საკმაოდ პერსპექტიული პიროვნებაა. მე არ ვიცნობდი. მაგრამ ერთხელ რაღაცა მე მგონი შეეშალა ერთ-ერთ გამოსვლაში. პარიზში ვიღაცამ ინტერვიუ აიღო. დიახ. და მე ვარწმუნებდიო სააკაშვილსო, რომ ციხეში ჩაეცვა შევარდნაძემ. დახრდას კი არ მოვითხოვდიო. ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ უნდა ჩაგვესვა ციხეშიო. კაცო, რატომ უნდა ჩამსვა ციხეში? დანგრეული ქვეყანას რაღაცას დავამსგავსე. ცოტა მაინც ხო გავაკეთე. მაგრამ ეს პირადი ამბავია და ამის გამო ადამიანის შეფასებაზე მე ვარს ვამბობ ხოლმე. მაგრამ ისე როგორც ვიცი, როგორც სამიგეთავს მისი გამოსვლები, ჭკვიანი და გონიერი პიროვნებაა. ახალგაზრდა კაცია, მომავალი აქვს, მაგრამ ახლა პარიზს მიატოვებს თუ ჩამოვა, თუ არ ჩამოვა, აირჩევენ თუ არ აირჩევენ, ეს სამარჩიელოა. მე მინდა ასეთი თემა შეგახსენოთ, თქვა ჩვენი ინტერვიუს თავში შევეხეთ ამ ადამიანის სახელს და გვარს, ეს არის ზურაბ ჟვანია. იგი რომ დღეს ყოფილიყო ცოცხალი, ალბათ იქნებოდა ერთ-ერთი გამოკვეთი ლიდერი პოლიტიკურ პროცესებში. მე მაინტერესებს აი იგივე ირაკლი ოქრუაშვილის კონტექსტში ამ შეკითხვაზე გამცეთ პასუხი. თითქმის ყველას უსვამ, ვინც იყო ოდესღაც ამ ადამიანის გვერდით, მასთან ერთად პოლიტიკურ პროცესებს მართავდა და მინდა რომ თქვენც დაგისვათ ეს შეკითხვა. ჯერა თუ არა ედვარდ შევარდნაძეს იმ ოფიციალური ვერსიის, რომელიც დასახელდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გულისხმობ იმავე დილით გაკეთებულ განცხადებებს. თქვენი აზრით ეს არის ის ვერსია, რომელიც არის მისაღები თუ თქვენც ასევე გაქვთ რაიმე ეჭვები? მე ამ შეკითხვას ვსვავ, იმიტომ რომ ეს კითხვა დღემდე არის ბევრისთვის კვლავ პასუხგაუცემელი. ეხლა რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. ძველათაც ასე იყო და ეხლაც ასეა, როცა სინათლე არ არის შეტანილი ამა თუ იმ გულელობაში, ანუ დანაშაულში, ამბობენ რომ ეს არის გაუხსნელი. თქვენთვის ეს გაუხსნელია? ჩვენთვის გაუხსნელია. გაუხსნელია და აუხსნელიც არის. რას ერჩევენ ამ ჭკვიან კაცს, გონიერ პიროვნებას, რომელსაც ბევრი რამის გაკეთება შეეძლო. დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანია რო ყოფილიყო პრემიერი და სააკაშვილი პრეზიდენტი თქვათ, როგორც იყო თავიდან და ზურაბ მოკლეს თუ მოგდა, არ ვიცი, გამოვიდა, ცხინვალში არ შევიდოდით. რატომ? ზურაბ ჟვანიას ჭკუა და გონება ეყოფოდა, მას ჰქონდა ანალიტური აზროვნება და გამოქონდა ობიექტური დასკვნები. აი ამ დასკვნების საფუძველზე და ანალიზის საფუძველზე ის არ ვიციან და არავის უფლებას ცხინვალში შესულება. თქვენ თქვით ახლა რომ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ცხინვალში არ შევიდოდითო. რა სიტყვის ედვარდ შევარდნაძე აგვისტოს ომზე, ცხინვალის მოვლენებზე, ოპოზიცია როდესაც დღეს თქვათ ამბობს რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ასე შემდეგ, თავარ მიზეზად ასახელებს სწორედ ამ ომს. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება. რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ თქვა ჟვანია რომ ყოფილიყო, არ შევიდოდით, ჩვენ შევედით, ჩვენ დავიწყეთ? შეეძლო თუ არა ხელისუფლებას თავიდან აეცილებინა? სააკაშვილი ამბობს, რომ ჩვენ სხვა გზა არ ქონდა, რომ რუსეთმა გაგხადა იძულებული. გისმენ თუ შეიძლება თქვენი პასუხი ამ შეკითხვაზე? ეხლა არის ევროს საბჭოს და ნატოს მიერ შექმნილი კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჰაიდე ტალიანი, ცნობილი დიპლომატი. და სწორედ ამ საკითხებს ირკვევს. ვინ შევიდა პირველად და შეიძლება თუ არა ამის თავიდან აცილებოდა ამდენი სვებლის. სხვა შორის ტალიანის დასკვნას ელოდება ოპოზიციის ძირითადი ნაწილი. ვიცი, ელოდებიან, მეც ელოდები. მაგრამ თუ წინასწარ ვიმსჯელებთ, მე მგონი ჩვენი ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას. ესე იგი,
რუსებმა შემოაგდეს ინფორმაცია, რომ ისინი ცხინვალში არ არიან და გადაწყვეტეს რახან არ არიან, ჩვენი სამშვიდობო ძალები არიან, იმას მივხედავთ, მოსახლეობას იმედს მივცემთ და არდა სინამდვილეში იქ არის როგორი გვირაბი, ის გვირაბი სავსე იყო რუსი ჯარისკაცები და თვითონ ცხინვალშიც რამდენიმე ათასი ოფიცერი და ჯარისკაცი იყო. ამდენ ხალხს ომს რას მოუგებ და იძულებული გახდნენ ჩვენები უკან დაეხიათ. შემდეგ ისედაც ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ამის მოგება არ შეიძლებოდა, ვერ მოიგებდი. αλλά რუსეთს ვერ მოუგებ. დღეს სააკაშვილის იგივე ოპოზიცია ძალიან ხშირად უყენებს ხოლმე ასეთ ბრალდებას, რომ იგი პრაქტიკულად მანო თავისი ხელით გადასცა კოდორი და ახალგორი რუსეთს, რომ მე მინდა შეგახსენოთ, რომ ასევე შევარდნაძე ამბობენ, რომ აფხაზეთი მან გადასცა რუსეთს, რომ შევარდნაძემ გაყიდა აფხაზეთი. ეს არის ჩემი ბოლო შეკითხვა, როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენ ამ ტერიტორიებზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ უახლოეს მომავალში ყოველ შემთხვევაში, თუ ხედავთ პერსპექტივას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის. კონკრეტულად რომ მიპასუხოთ. არ უნდა ჩავიქნიოთ, მაგრამ არც ილუზიები არ უნდა გქონდეს, რომ ერთ წელიწადში, ორ წელიწადში ყველაფერი მოგვარდება. მე შემთხვევით არ ვთქვი, რომ რუსეთმა საბედისმეტო შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში თვით რუსეთის სახელმწიფოს დაშლა დაიწყება. აი დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა. მე მინდა გადაგიხადო ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ვიდრე დაგემშვიდობებით, კითხვით წეღა რომ მე მკითხავი კი არ ვარო რომ წინასწარ პროგნოზები ვაკეთო, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობთ, ელოდებით რომ სიტუაცია დაიძაბება აპრილის დღეებში, თუ ეს იქნება მორიგი მიტინგი, ოპოზიცია გამოიყვანს ძალიან ბევრ ხალხს, შემდეგ ყველაფერი დამთავრდება და სურათი იქნება იგივე რაც გვაქვს დღეს. ანუ პრეზიდენტი კვლავ სააკაშვილი, ხელისუფლებაში კვლავ ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია უბრალოდ განცხადებების დონეზე დაიშლება. ქალბონი გავეძებან გითხარით, რომ ჩვენ პრეზიდენტს აქვს ძალიან დიდი რესურსი. ეს არის მისი საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი, ეს არიან გამგებლები, გუბერნატორები და სხვები, პოლიცია, ჯარი და სხვა და სხვა. ეხლა ამ რესურსს რომ მაგარში არ გაუწიოს, სწორი არ არის. ეხლა თუ ოპოზიცია აპირებს რომ შეუტიოს და აქვს გათვალისწინებული რომ სააკაშვილი შეიძლება დათანხმდეს გადადგომაზე, მე მგონი ეს ცოტა ნაჩქარევი დასკვნა, გონი. გვერდმა ხდას რომ მათი ანგარიში სწორი იყოს. ანუ თქვენ ოპოზიციას უჭერთ მხარს. ეს ერთოს ბუნები ცოტა ოპოზიციურად გაწყობილი ყოველთვის ვიყავი. აი სურათია ეს არის გადადგომა მოსკოვში. აჰა. გადადგომა გიყვართ მოკლედ. ეგეც პროტესტის ჟანი იყო. გასაგებია, გადადგომა ერთხელ, გადადგომა მეორედ 2003 წელსში ჩვენ ვნახეთ. ეხლა ერთად დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მე მინდა გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე და იმეც ვიტოვებ რომ აი ამ პროცესების შემდეგ, მას შემდეგ რაც საგაზაფხულო ნებათაღელვა დასრულდება, მე და თქვენ კიდევ გვექნება საუბრის შანსი. ისე მაინც არ მითხარით ვინ არის თქვენთვის სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატი და მე მაყურებელი არ მაპატიებს ეს სახელი და გვარი ამ ინტერვიუში რომ არ იქნას დასახელებული. თუ ძალიან მოინდომი შეიძლება დააზუსტო. კარგი, დიდი მადლობა. არ ვიცი მიხვდით თუ არა თქვენ ვინაა კაცი რომელიც შევარდნაძისთვის სასურველი პრეზიდენტი იქნებოდა, ვინც მკურნალობდა მის მიერ დასახელებულ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნებს და პირადად მასაც სიმართლე გითხრათ ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია ვინ იყო ასეთი კაცი. ამ კითხვით სხვა შორის დაუკავშირდით ფრიდონ თოდუასაც, ავთანდილ ჯორბენაძესაც, ირაკლი მენაღარიშვილსაც კონსულტაციისთვის, კიდევ ბევრ სხვა ადამიანს, თუმცა ყველას პასუხი თითქმის ერთნაირი იყო. ვერავინ გვითხრა მიახლოებითაც კი ვიზე შეიძლება საუბრობდეს შევარდნაძე. სხვა შორის სანამ ეს ინტერვიუ გადიოდა და ჩვენ არ ვიყავით პირდაპირ ეთერში, ჩემს ტელეფონზე იყო უამრავი ზარი და სატელეფონო შეტყობინება სწორედ ამ კითხვით. ხომ არ იცი ვის გულისხმობდა შევარდნაძეო? ნამდვილად არ ვიცი. დავტოვოთ ეს თემა როგორც პატარა ინტრიგა, რომელსაც იმედია პასუხს თავად შევარდნაძე გასცემს.
თუ არ იხუმრა რასაკვირველია, ისე კი ერთი ვიცით არსებობს მოსკოვში ყოველსათვის ცნობილი ქართველი ექიმი ლეო ბოკერია, თუმცა იგი ნამდვილად არ მკურნალობდა ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნებს, ვის გულისხმობდა შევარდნაძე, ეს მხოლოდ მან იცის, აი ასეთი იყო 8 მარტის პოლიტიკური კვირა. დიდი მადლობა რომ გაატარეთ ის ჩვენთან ერთად, მომავალ შეხვედრამდე.